მოგესალმებით 9 საათზე ტრადიციულად ჩვენი გადაცემა, უბრალოდ დღეს გვაქვს ცოტა სხვანაირი ფორმატი. დღეს სტუმრად გვეყოლება გიჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი და უნდა ვისაუბროთ მიგრაციის თემაზე, რომელიც განსაკუთრებით ჩვენთან ბოლო პერიოდში, მაგრამ ზოგადად დასავლურ სამყაროში უკვე 10 წლეულებია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა და ჩემი აზრით განსაკუთრებით ამ თემაზე, იმიტომ მნიშვნელოვანი მსჯელობა, რომ ეს არის თემა, რომელშიც თუ საზოგადოება დაუშვა შეცდომა და თუ საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდა რაციონალური პოზიცია, რომელიც ობიექტურად არსებული საფრთხეების გამორიცხვას ითვალისწინებს, მაშინ შეიძლება განსაკუთრებით ჩვენაირი მცირე საზოგადოება დადგეს კატასტროფული გამოწვევის წინაშე. მთელი ისტორიის განმავლობაში, რომელ მონაკვეთზეც უნდა ვისაუბროთ, თუ ქვეყნების ან ცივილიზაციების საფრთხე არსებულა, მთავარი ერთ-ერთი წყარო იყო მიგრაციული პროცესები და ეს საფრთხე არ დასრულებულა ეხლაც. დასავლეთში მიგრაციის პრობლემამ ფაქტიურად შეცვალა იდეოლოგიური დღის წესრიგი და ის კონსერვატიული აღმავლობა, რომელიც ახლა დასავლეთში, რომელსაც ხედავთ, სინამდვილეში მიგრაციული ნაკადებით არის ნაკადებზე რეაქცია ამ პოლიტიკური ველის და ჩვენ შემთხვევაში მიგვაჩნია, ობიექტურად ეგრეა, რომ პატარა ქვეყანას შეიძლება განუზომლად უფრო მწვავედ დაუდგეს ეს საკითხი, შესაბამისად პატარა ქვეყანა განუზომლად უფრო მეც უნდა ფიქრობდეს ამგვარი პრობლემის მოგვარებაზე. აქედან გამომდინარე, დისკუსია საზოგადოებაში ამ საკითხის სწორი გააზრების მიმართულებით. ამ საკითხის მაინც შეიძლება რაღაცებით დაუშვა შეცდომა, მაგრამ ამ საკითხის მაინც არის აუცილებელი და ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემაა მიდგომა, სადაც დისკუსია მიმდინარეობს არა იმ პრინციპით, რომ მოდი აი სიმართლე გამოვარკვიოთ, რა არის სიმართლე, არამედ რაღაცა მოგების ამოცანით და მოდი ახლა რაღაც ჩემი ვერსია გავიტანო და რაღაც უწესო მეთოდებით, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით შეიძლება გავიტანო ვერსია, რომელმაც ყველაფერი დაუყოს. აქედან გამომდინარე, მათ შორის ჩემი ამოცანაა, რომ ეს გადაცემა იმ ფორმატში ჩავატაროთ, რომ მართლა დეტალურად, ლოგიკურად ვეცადოთ გავარჩიოთ, არის თუ არა პრობლემა მიგრაცია, რაშია პრობლემა და განსაკუთრებით ჩვენ კონტექსტში რა მასშტაბის პრობლემასთან შეიძლება ვიყოთ ეხლა რა მასშტაბის პრობლემის წინაშე ვიდგეთ, განსაკუთრებით იმ დაანონსებული არაბული ქალაქების კონტექსტში. მადლობა სანდრო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოსვლისთვის და დასაფასებელია, რომ იშვიათი ალბათ მეორე ფლანგიდან ერთადერთი წარმომადგენლები ხართ მოწინააღმდეგე ფლანგზე, ვინც მოდის ხოლმე და ამ თემაზე კამათს. მადლობა ამისთვის. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მართლაც ესეთი უცნაური სიტუაცია მარტო ჩვენ უკამავთ ერთმანეთში, მაგრამ მე მიმდი მაქვს, რომ ჩვენი კამათი საკმარისად რეიტინგული იქნება იმისთვის, რომ უბრალოდ სხვებმაც მინიმუმ ამიტომ მოგვბაწონ. სხვა თუ არ მოქმედებს მათზე, ასე თქვათ, იქნებ ყურებადობა და მე ყოველთვის ჩვენ ტელევიზიის და YouTube-ის მაგალითზე ვიცი, რომ დებატები როდგება, ან შენ რო იყავი, ან ზურა რო იყო მოსული, ყურადობა უცბად იზრდება. მათ შორის არა, იმიტომ რომ ჩვენი მხარჯერები უყურებენ. ზოგადად ხალხს აინტერესებს განსხვავებული აზრის რაღაც მოსმენა და კონკურენცია და იმედია ხო, რა ვიცი, რაღაცას შევცვლით პოლიტიკაში ასეთი დისკუსიებით. და მithumedes ჩვენ სამნი რო ვიყავით მაშინ ჩვენთან ცოტა ყაღანში გადავედით, ცოტა კი არა რამდენჯერმე და კაი რეალურად და ეხლა ვეცადოთ რომ ეგრე არის. ეხლა არ ყავს მე კათოლიკოსის წარმომადგენელი, ამიტომ შვიდად ვილაპარაკო. კი ბატონო, იმისთვის რომ ყურება იყოს მაღალი და სხვებსაც მიეცეთ мотиваცია ჩაერთონ დისკუსიის პროცესში, გამოიწერეთ, გააზიარეთ, დააჭირეთ მოწონების ღილაკს, ეს გვეხმარება კონტენტის გავრცელებაში, ასე რომ დაგვეხმარეთ, რომ ნახვადი იყოს ჩვენი გადაცემა. ნამდვილად. დავიწყოთ. პირველ რიგში მაგალითად თქვენ პარტიასთან დაკავშირებით წინა გადაცემაშიც იქ რაღაც გაკვირით ახსენე და აღარ მოხერხდა რაღაც ჩაღრმავება ამ საკითხზე, მაგრამ დგება კითხვა ზოგადად არის თუ არა მიგრაცია პრობლემა. თუ არის რაღაცა ვერსიები, სადაც
ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არა, მიგრაცია პრობლემა არ არის და აი შენი გახსენე კიდევაც და სხვა გადაცემებშიც მომისმენია თქვენგან მსგავსი პოზიცია, აი 90% რო იყოს უცხოელი, თუ რაღაცა მაგრა აკონტროლებს სიტუაციას, მაშინ ეგ არ არის პრობლემა. აი ეს ვერსია რას ნიშნავს და განსაკუთრებით ჩვენ კონტექსტში რა შეიძლება ნიშნავდეს. იმიტომ მე მაგალითად ეგ შეუძლებელი მგონია. ანუ 90% ჩვენ კონტექსტში რომ ვიღაც სხვა ცხოვრობდეს, შეუძლებელია უსაფრთხოდ იყო მაგ ვითარებაში და აი ეს ვერსია რო. პირველში ცხადია, ანუ ქვეყნები ძალიან განსხვავდება, რომ თქვათ, რომ რომელიღაც ქვეყანაში რაღაც სიტუაცია რო არის, რომ ჩვენ გადმოვიტანოთ, იგივე შედეგს მივიღებთ და ამიტომ თქვათ, მე მგონი საემიროებშია დაახლოებით 88% ასე ვთქვათ, იმიგრანტი, რომელიც ცხოვრობს მუდმივად იქ და ნუ მე მგონი ჩვენ არაფერი არ გვიგვიტეს, რომ ჩვენ ქვეყანა რამდენად გავს საიმიროებს რაღაც კრიტერიუმით, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ტრადიციები, რელიგიაც უნდა შეხედა, მე მგონი ყველაფერი განსხვავებული იქნება. ბუნებაც და ტერიტორია ყველაფერი. ზოგადად რადგან ეს ზოგადი დისკუსია საკითხი დავიწყეთ, აი მიგრაცია შეიძლება იყოს ყველანაირი, ანუ ჩვენ დიდი იმპერიებიც გვინახია, რომ მიგრაციის გამო დაინგრა, ამიტომ მიგრაცია შეიძლება ძალიან სწორად დაგიპრონა, ბანალურად მოვიდეს, ეხლა რომ ჩამოსახლდეს, რა ვიცი, თქვა 50 მილიონი ჩინელი რაღაცის გამო, აბსტრაქტულად რომ წამოიდგინე 50 მილიონი ცხოვრობს აქ, ხო, ნუ ვინ კითხავს რამე საერთოდ, ხო? გასაგები. და მე რო შეიძლება იყოს ძალიან ეკონომიკურად მომგებიანი, ძალიან გამაძლიერებელი, რაღაც ნიდერლანდები რო აიღო მაგალითად, როცა ებრაელების ასე ვთქვათ, ებრაელები გადასახლდნენ, იმიტომ რომ დევნიდნენ ესპანეთში, იტალიაში და ზოგადად ევროპის მასშტაბში, ინგლისი აიღო, ამერიკის შეერთებული შტატები აიღო, შეიძლება ეკონომიკური ბუმის და რაღაც პატარა რაღაც უბრალოდ ისინი უმცირესობა იყო. ოღონდ მაგ შემთხვევაში უმცირესობაზე გვაქვს საუბარი. ნუ მე ხა მაგალითად ეხლა ამერიკაზე საერთოდ თლიდან მიგრანტებისგან იყო შემდგარი და მათ შორის ნიდერლანდები რო აიყო, საკმაოდ დიდი ნაწილი იყო ეხლა უმრავლესობა არსა და ძალიან საიმიროებისნაირ მე მგონი 2-3 ქვეყანაა რა, რომელსაც უმრავლესობა, მაგრამ აი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ანუ ზოგადად შეიძლება ძალიან დიდი წარმატების რაღაც რესურსი იყოს ეს. და შეიძლება იყოს სრული განადგურების რესურსი. ანუ ასეთი ვერ იტყვი რომ ცუდია და კარგია. ამიტომ მნიშვნელოვანია ვინ მიგრირებს, სად, რა გარემოში, რა მოტივებით და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს გარემოები რო ჩავშალოთ, მე მგონი გასაგები, ანუ ამ რაღაცაში მაგალითად შენ რო ამბობდი რომ აი მათ შორის არაბები რო ჩამოსხდა რამდენი მილიონიო, ანუ ცხადია რომ ამ სიტუაციაში პირდაპირ გასაგები იყოს მაყურებლისთვის, ამ ჩვენ ქვეყანაში ასეთი, რა ვიცი, კანონმდებლობით, პოლიტიკით, ხელისუფლებით, პრობლემებით, გარემოთი და ასე შემდეგ და შემდეგ, შემთხვევით რაღაც რო აქ ვიღაცამ ჩამოსვას, დესანტი რო ჩამოსვას, რა ვიცი, 2 მილიონი, ვინც გინდა ის იყოს? აი, ვაფშე ვინც გინდა ის იყოს? ეს პრობლემაა. კი, ნახე, აი რა არის მნიშვნელოვანი? ეს ამ კითხვას რა ტყოსავ და რა უნდა გავაკეთო? ნახე, შენ ხა რასაც აღწერ, გამოდის შემდეგი აზრი. მაგალითად ჩვენ შემთხვევაში, ან ქვეყნების უდიდესი ნაწილის შემთხვევაში, ვიღაცები რომ ჩამოვიდნენ ძალიან დიდი რაოდენობით, ეგ არის საფრთხე, უბრალოდ არსებობს მაგალითები, რომლებიც რაღაც ვერსიის მიგრაციას უკაჩავენ. კი ბატონო. ანუ ერთი რაღაცაა მნიშვნელოვანი, რომ უნდა ამაზე შევთანხმდეთ. ეგ მნიშვნელოვანია. მიგრაცია როგორც ასეთი საფრთხეა, საფრთხე შემცველი შეიძლება იყოს? არა, შეიძლება არა. ჩვენ მოგვყავს მაგალითი, მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის, რომელმაც აი დიდი ოდენობით მიგრაცია, სადაც მიგრანტებმა გადააჭარბეს ადგილობრივებს, ის უკაჩავს ის ქვეყანა და ეს ზოგადად ექსტრემალური სიტუაციაა. ეს არის ექსტრემალური სიტუაცია, რაღაც ქვეყანა უკაჩავს. ანუ ჩვენ რო ლაპარაკობთ, რომ რაღაცა ძალა უნდა გქონდეს, რომ უსაფრთხოდ იქნება თავი, ეგ აპრიორი უკვე ვამბობთ, რომ ეს არის რაღაც საფრთხის შემცველი პროცესი. უბრალოდ ზალა, კონტროლის მაღალი მექანიზმები, რაღაცა გვერდზე ასიმილაციის რაღაცა საუდის არაბეთი, რომელიც მაგალითად შენ დაგიცავს და შენთან კი შეიძლება 90% ისინი არიან, მაგრამ გვერდზე ის გადაულის და ასე შემდეგ. პირობითად შენ მოყავს მაგალითები იმისა, რომ ძალიან დიდი ძალა გაქვს, ესე იგი ძალა რო შემოგვაქვს კომპონენტში, ჩვენ აპრიორი ვამბობთ, რომ ეს პროცესი აპრიორი საფრთხეა. დიდი გამოწვევა, უბრალოდ ექსტრემალურად იშვიათ შემთხვევებში არსებობს ვერსიები, სადაც 90%-იც რო იყოს ისიც მუსლიმ მიგრანტები. რო არ იყოს ექსტრემალური რაღაცა არ იყოს შეფასება, რომ დავამიწოთ რა კრიტერიუმები. უფრო კონკრეტული მაგალითი, შვეიცარია რო აიღო, დაახლოებით 1/3 მოსახლეობის არის შვეიცარიის მოქალაქე.
აღჭირდება უკვე აქ რაღაც ექსტრემალური სიტუაცია, ხო? იქ მათ შორის ახლა მარტო არაბები კი არიან, იქ ევროპელებიც არიან და გერმანელიც იქნება იქ და ისეთი ქვეყანაა, რომ ბევრ ადამიანს უნდა შვეიცარიაში ცხოვრება. ამიტომ თავისთავად ეხლაც არის ბევრი განვითარებული ქვეყანა და მეორე მხრივ არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მიგრანტების იქნება, ჩრდილოეთ კორეაში. ამიტომ შენ რო შეხედო ქვეყანა, სადაც ყველაზე ნაკლები მიგრანტია, ყველა ღარიბი ღატაკი რაღაც ტოტალიტარული ქვეყანა იქნება და ყველაზე ბევრი სადაც ნახო, ყველა მდიდარი ქვეყანა იქნება. ან მოდი ასე ვთქვა, ნახე, აი ხა მაგალითად შემოყვავს შვეიცარიის მაგალითი. შვეიცარიის მაგალითიც რო შემოყვავს, მანდაც მნიშვნელოვანია ამ მაგალითის შინაარსი გავიგო. ხო, ამას გეუბნები და მოდი რაღაც ჩავშალოთ რა არის ის, რაც გეხმარება, რომ ადამიანს რო ჩამოდის, ის შენი საფრთხე კი არ იქნება, შესაძლებლობას გიჩენს და რა არის ის, რაც საფრთხედ აქცევს. ხო, საფრთხედ მაგალითად შვეიცარიაში მოსახლეობა რო იყოს 90% სირიელი, ხო გასაგებია რომ საფრთხეა. ხო და ეს ხო რაღაც აბსოლუტური მაგალითია, ხო დესანტს ხო არ ჩამოსვავ, დესანტი ჩამოსვლა ის მომი გამოუცხადე. ნახე, მაგას რო ამატე. აი ხო დესანტს ხო არ ჩამოსვავ, ხო ესე იგი რაღაც პირობები უნდა შევქნათ მანამდე მათ შორის როგორ და ვინ ჩამოყვა. მათ შორის ინტეგრაცია, შენ ახლა რა მაგალითიც მოიყვანე, შენი კონტექსტი, შენი მაგალითისა იყო, რომ დესანტს ხო არ გადმოსხავ, ვიღაცები ნელ-ნელა ჩამოდიან ინტეგრაციას უხდენ ასე. მათ შორის ვიღაცები პატიჟება მაგალითად. მათ შორის რაღაც ისეთ უსაფრთხოების საფუძვლებს ქმნიან ვიღაცები, რომ მე უსაფრთხო გახდა. შენ ხო მაგშინ არსის მაგალითი მოიყვანე, ეგ აპრიორი იმას ნიშნავს, რომ მიგრაცია 90% მუსლიმის საფრთხეა. მოდი არ შეხედე, ანუ მე რატო ვიზახე? ამაზე არ უნდა ვიკამო. არა, მუსლიმების არ არის აქ პრობლემა. ზოგადად ნებისმიერი განსხვავებული ადამიანი შეიძლება იყოს. ეს შეიძლება ცალკე გავარჩიოთ. უბრალოდ არავრია, თქო ეს ემოციური ამბავი რო არავრია. აი წამოიგინე რომ საკუთრებაზე ვსაუბრობდით, რომ არის ნაკვეთი და შენ ამბობ რომ იდეაში ნაკვეთს ღობე ჭირდება, რაღაც დაცვა ჭირდება. ეს ხო არ ნიშნავს რომ შენი მეზობელი აპრიორი საფრთხეა. ანუ შენ ხო მეზობელზე კარგ რაღაცას ფიქრობ, მაგრამ მაინც გესმის რომ ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ მეზობელი სულად იქცევა. ანუ რაღაც საფრთხე ყველა ადამიანში არის. ანუ შენ მეზობელში, აი მე და შენ შეიძლება ერთმანეთს საფრთხე ვიყოთ, რავი, დავთვრებით და რამე შეიძლება ვიჩხუბოთ, ხო, მაგრამ ამის გამო ჩვენ ერთმანეთზე ასე ხო არ ვლაპარაკობთ, მაგრამ გვესმის რომ უბრალოდ რაღაც წესები უნდა არსებობდეს ჩვენი ურთიერთობის. ღობე გჭირდება, არის პოლიცია გჭირდება, რომ ჩვენვე მოქალაქეები, მეზობლები, კარგი შვიდ ურთიერთობა იგივე ამბავია, რომ კი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს საფრთხე, მით უმეტეს შენგან განსხვავებული რომ რაღაც წესრიგიდან მოდის, მაგრამ ასე ჩვენც ერთმანეთისთვის რაღაცნაირად საფრთხე ვართ. ამიტომ უჭირდება პოლიცია და რაღაცები. კი, მაგით. ეგ მნიშვნელოვანია, ნახე. შენი ოჯახის წევრისთვის ხო არ ადგენს იმას ღობეს? ხო. პატარა სოფელი რო იყო, სადაც ყველა ერთმანეთის რაღაც ძალიან მეგობარი ნათესავი და ასე შემდეგ, იქ შეიძლება კარს ღიას ტოვებდი. ხო? მაგრამ თუ მოხვდი, გაიზარდა ქალაქი ჩამოვიდნენ, არ ვიცი, პაკისტანიდან არის ნახევარი მოსახლეობა. რომს არ ჩამოვიდეს, დიდ ქალაქში ჭირდება წესრიგი. იმიტომ რომ ბევრი უცხო, მან ხო ლოგიკა ყველას ესმის. კი ბატონო. ანუ ის რომ ვიღაცები კარის ჩაკეტვას იწყებენ, ეს მეზობელს რო ეუბნები რომ აქ კარი ჩაკეტე ხოლმე, იმიტომ რომ ვიღაცა შეუვარდნენ გაძარცვეს, ხო? ეუბნები აბსოლუტურად ლოგიკურ ყველასთვის გასაგებ საფრთხეზე მიანიშნებ და ეს არ არის რაღაც საკითხი, რომელიც საპრობლემო უნდა გახდეს. ეს არის საკითხი, რომელიც უსაფრთხოებისთვის ყველასთვის შეთანხმებული უნდა იყოს. ახლა ჩვენ საუბრობთ ახლა ყველას ესმის სინამდვილეში უცხო ქვეყნიდან, რომლის კულტურაც თუ ძალიან განსხვავდება ჩვენი კულტურისგან მით უმეტეს, ან შეიძლება მტრული განწყობების მატარებელი იყოს, ან შეიძლება საერთოდ სხვა პროექტის ხედვა ქონდეს სახელმწიფოებრიობის, იქიდან ბევრი მიგრანტი, ეხლა ეს ესმის ყველას რომ საფრთხე, შენ რო ამბობ რომ აი მაგალითად ამატებ მაგალითად შვეიცარიაში ეგრევე დესანტს ხო არ გადმოსხავენო, კონტექსტი ის არის შენი კითხვის რომ ნუ რაღაც ისეთი პროცესით იქნება მოხერხდა გამოყვანაც ვიღაცების ასიმილაცია მოხდა. არა, ამას მარტო ამას არ მაგალითად რით განსხვავდებიან მიგრანტები, მაგალითად რომლებიც მიდიან ირლანდიაში, იმათგან ვის მიდის ამერიკაში. ანუ წამოგიდგენთ რაღაც ადამიანი აფრიკაში ცხოვრობს, თუნდაც საქართველოში ცხოვრობდეს და ირლანდიაში. ირლანდიაში რო ჩადიხარ, გაძლევენ რაღაც ხორების უფლებას, ლამის ფულს გიხდიან, შენ ოღონდ კარგად იყო, არ ინერვიულო და არ თქვა რომ რაღაც და მოუტან რამე ცნობას რომ რაღაცის რეპრესიების ხვეპლი ხარ აქ და იცხოვრებ რა. შეიძლება გამოგაგდონ, მაგრამ ძალიან რთული იქნება და ძალიან დაბალი ამის ალბათობა. ამერიკაში, ბოდიშა ფეხებზე კიდი ხართ, ანუ ამ წესრიგში ხა მით უმეტეს ტრამპს, ცოტა ბაიდენის დროს ცოტა სხვანაირად იყო, მაგრამ ზოგადად ამერიკაში
ჩახვედი, აგერ წაიტაიდე იმუშავე, თუ ჩამოხვედი, აი ხა შეიძლება არ დაგზდებდა რაღაც, მაგრამ თუ არ მუშაობ, თუ თავს ვერ გამოყვებავ, რაც კიდეს გაიკეთებია. წაი თუ მინდა უკან დაბრუნდი. ამიტომ თვითონ პროცესში, აი უკვე წესი, რომელიც ამერიკაშია მოწყობილი, სადაც მიგრანტებს არც რაღაც განსაკუთრებულ სუბსიდიებს უხდიან, არც ზრუნავენ, ყოველთვის ბოლო დრომდე ასე იყო. მიდიან ხალხი, ვისაც მუშაობა უნდა, ვისაც მზად არის ბევრი მუშაობს, რომ ფული იშოვოს და ევროპაში უმეტესწილად მიდიან ხალხი, ვინც მზად არის პარაზიტირება, ხო, დანარჩენ საზოგადოებას. ამიტომ ამერიკასაც პრობლემა შეექმნა. არა, ხო, მე რას მომბობ, ხო, ხტები, აი თვითონ რა წესრიგიც გააქვს, ის უკვე გეუბნება, რომ ან ისეთი ხალხი მოდის, ან ასეთი ხალხი მოდის. ეს ერთი ნაწილი და მეორე კიდე მნიშვნელოვანი და ამ ნაწილს დაუბრუნდეთ მე, იმიტომ ხო, იგივეა, ოღონდ სხვა მხარე რო შეხედო. თუ ეს რაღაცა ესეთი მორბის, რა ბრბოსავი თუ მორბის რაღაცა წამოგერ მორბიან, რა ვიცი, აფრიკელები სადღაც, რა ვიცი, იტალიაში და ეს ხო უბრალოდ იგივეა, ხა მნიშვნელობა ტანკით მოდის თუ რაღაც ხალხი მოდის, ანუ უბრალოდ იქნება დაპყრობის რაღაც სინონიმი. მაგრამ თუ შენი წესრიგი ისე აწყობილი, რომ მე მაგალითად, რა ვიცი, რაღაცას ვაშენებ და მინდა რაღაც მუშა ჩამოვიყვანო, რომელიც აქვე რო იპოვე რა, ანუ უფრო იაფიანი და ის ჩამოვიყვანე. და ჩამოვიყვანე მხოლოდ იმ, ანუ მე ჩამოვიყვანე, მე კონკრეტულად შემო მოქალაქემ დაპატიჟა, მე დავა საქმე და თუ ის მე სამსახურიდან გავუშვი და იმან ვერ იპოვა სამსახური, წასვლა მოუწია. ანუ გაეშნია რა პირობებით მოვიყვანე, მაგას არ გააჩნია. სხვადასხვა ხალხი იქნება, სხვადასხვა ხალხი და სხვადასხვა საფრთხე იქნება შენი ტერმინოლოგია. მოდი არ გააჩნია და გეტყვი რატო. დამოუშვი. აი მოდი წარმოვიდგინოთ, ну აი საქართველოს მაგალითი ავიღოთ, ხო? რა мотиваციითაც გინდა მოიყვანო. რა ტემპითაც გინე ჩამოიყვანო. ну ახლა ტემპს არ გულისხმობ 800 წელიწადში ყველა ქართველი გახდა და უბრალოდ ვიღაცა, ხო? აქ რო 90% დავუშვეთ რუსები. არა, 90 არა, მოდი. შეგვიძლია ექსტრემალური სიტუაციები არ განვიხილოთ. არა, რა უნდა განვიხილოთ, იცი? ექსტრემალური სიტუაციები, მაშინ განვიხილოთ ის რაც ოდნავ, მოდი, რეალური სიტუაცია როგორი გვაქვს ის შევა, აი რა ხდება ეხლა. არა, ეგა, ნახე მე ხო ამიტომ 90% ჩამოვიყვანოთ მე. ჩვენ შევთანხმდით რომ საიმიროების მაგალითი ექსტრემალურია, ბევრი უცნაური და სპეციფიკური გარემოების გარდა. ჩვენ უნდა ჩვენ უნდა გავარკვიოთ. კი ბატონო. როგორი ვერსიის ჩაყვანილი ხალხიც გინდა, სამუშაოდ ჩაყვანილი. რაღაცა ძალიან გვჭირდება იაფი მუშახელი. ისინი რაღაც პერიოდი მოწესრიგებულად იქცევიან თუ არ იქცევიან. როგორი ვერსიიც გინდა, ოღონ მაღალი სიმჭიდროვე ჩამოსულების თუ გულისხმობს რომ პრობლემა, ესე იგი მიგრაცია როგორც ასეთი, ახლა რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობას თუ ჩამოყვა 10 კაცი პრობლემას ვერ შექმნის. მაგრამ მიგრაცია როგორც ასეთი საფრთხის მატარებელია მოცემულობა, რომ რაოდენობრივად არ გადავიდეს იმ რაოდენობაში, რომელიც შენ შევთანხმდით, რომ რაღაცა თუ არ იფიქრე და უბრალოდ საზღვარი რო გახსნა, შემოიგვიჭებო რო თქვა, ეს პრობლემაა. მე ამაზე მოყვები, მე არც კი მithქვამს ეს. ანუ ამაზე არავინ არ კამათოს, აი ძალიან გადარეული კომუნისტების იქეთ, ევროპაში და ამერიკაში, ვისაც უნდა დემოკრატები ამას აკეთებენ პოლიტიკური მიზნით, რომ მერამათ მოქალაქეობა მისცენ და ეს მიგრანტები, პირველი თაობის მიგრანტები არიან ყველა სოციალისტების ამორჩეველი. კი ბატონო. ხო და აი ეს რო არ გამოვლით რომ ზოგადად შენ რო თქვა რომ ყარები გავხსენით ხალხოს შემოგვისგა ყარებით გახსნა არ გვინდა. ყარებით გახსნა არ გვინდა. თუ ყარებით გახსნილი არ გაქვს, მაშინ მოდი ვილაპარაკოთ რა ფილტრი გიყენია ისეთი, რომელიც პრობლემას გიგوارებს. არა, ყარების გახსნა გადავდოთ გვერდით. თანხმდებით რომ ბევრი მიგრანტი თუა საფრთხე. შეიძლება ცოტა საფრთხე იყოს კაცო. აი ის არა, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები რო შემოიყვანო 1000 კაცი პრობლემა იქნება. ნახე რა არის გასარკვევი. აი ხა. ზემის ჩვენ ურევთ ხა ცნებებს, ნახე. შეიძლება ცოტა საფრთხე იყოს, ვიღაცა გიჟი თუა და ამოიღებს იარაღს და ისურს, ეგ თლიანობაში საფრთხე, მაგრამ შეიძლება ეგეთი ვიღაცა არსებობს, მაგრამ ბევრი როგორც მოვლენა, როგორც ძალა, რომ აპრიორი საფრთხეს გულისხმობს, ეგ ან უნდა გავარკვიოთ, ან ეგეთი მაგალითების მოყვანა მაგ მომენტში, რომ შეიძლება ცოტა ცხო საფრთხე იყოს თუ ვიღაც გიჟია, ეგ სინამდვილეში გამორიცხვა იმოცემულობის დაგეთახმე რომ ყველანაირი რაოდენობა საფრთხე შეიძლება იყოს, მათ შორის დიდიც და გაეშნია ვინ და როგორი შეიძლება დიდი საფრთხე შეიძლება პატარა 10 კაცი საფრთხე. არა კაცო 10 ტერორისტის საფრთხეა რატომ არის საფრთხე? 10 ტერორისტის სახელმწიფოებრივი 10 ტერორისტი იმდენი ადამიანი შეიძლება მოგიკლას რომ რავი შეიძლება 1000 მიგრანტმა ვერ მოგიკლას. მთელი ცხოვრება. ახლა ჩვენ სინამდვილეში არარეალური არგუმენტებზე გადავდივართ. 10 ტერორისტის სახელმწიფო. ხო საქართველოს მაგალითია. არა 10 ტერორისტის სახელმწიფოებრივი საფრთხე ხო ვერ იქნება. ну გაეშნია ტერორისტი კაცო. როგორი სუპერმენი თუ არ იყო 10 ტერორისტი
10 ადამიანი მოდი 10 ტერორისტებს ბევრად მეტი დაგაზიანოს და 10000-მა რა ვიცი გერმანელმა მეგობრიობის საფრთხე სახელმწიფოებრიობის საფრთხე 10 კაცი ვერ იქნება. ამაზე ყველა რატომ ყამათობ? არა, მე არ გამასაგები რაღაცა. გეუბნები რომ 10 საფრთხე შეიძლება იყოს და 100.000-ის და შეიძლება დიდი საფრთხე იყოს, შეიძლება პატარა საფრთხე იყოს და რამე კონკრეტულზე დავიდეთ. ანუ მე ხო მოვყვები, ანუ მე ხო გაგეთანხმები რომ საფრთხე არის მეთქი. ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ მნიშვნელოვანი არა ზოგადად. არა, ბევრი მიგრანტის საფრთხე არის აპრიორი თუ არა, ეგ უნდა გავარკვიოთ. ბევრი მიგრანტი თუ ამას არაფერი არ მოყვება და უბრალოდ ტელეპორტაციით აიღე და გადმოსვლის საფრთხე აბა რა იქნება. მაგრამ ეს ხო ასე არ ხდება, ანუ ტელეპორტაციით ხო არ ხდება. ტელეპორტაციით. აი რაღაც მოდი გავარჩიოთ რა პირობებია. აი არა ტელეპორტაციით გადმოსვით 1 მილიონი ვინ გადმოსმა როგორ გავაკეთე აი როგორც შენ აი მაგალითად წინ აი კონკრეტული მაგალითად ვიყო შორს ვარ წავიდეთ აგერ 23 წელს შემოვიდა სუფთა შემოდინება იყო რუსეთიდან მეგონი 100.000 ადამიანი არა არ შემოსულა 100.000 ადამიანი მაგრამ სუფთა ჯამში სუფთა შემოდინება იყო თუმცა შევამოწე რაღაც 5 წუთი ჭირდა მაგრამ შემოწე აი პლუს მეტი შემოვიდა მე ბევრი გავიდა 100.000 და იქ შეიძლება კიდე თქვა 22-ში ვიღაც შემოვიდა 24-ში ვიღაც შემოვიდა. აი ნახე რა არის ტელეპორტაციით გადმოსვით რო ამატე. აი ეს ხო ნიშნავს მილიონი კაცი საფრთხეა. 100.000 ჯერ 100.000 გავარჩიოთ. აი 100.000 ხო შეიძლება ეს ხო ცოტა არის. ანუ ჩვენ ქვეყანას 100.000 ხო ვეთქვი რომ ცოტა არისო ხო? მოდი ნახოთ რა დაემართა ჩვენ ქვეყანას, როცა 100.000 რუსეთის მოქალაქე გადმოვიდა. კარგი მაგალითია 100.000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და თუ ვერ შექმნა ან არ შექმნა საფრთხე 10 მილიონი რო შემოვიდეს. ეგ ხო იქნება. 10 მილიონი უკვე ანუ შევთანხმდით რომ რაოდენობაში თუ იზრდება, ხო და არა, ხო და უყურე რას ახსნე. უყურე ის 100.000-ის ხო რაღაც გზით შემოვიდა. არ შეიძლება უბრალოდ თქვა რომ იგივენერად 10 მილიონი ვერ შემოვიდოდა იგივე 10 მილიონი. ეგ ამიტომ შენ უბრალოდ აი შევთანხმდეთ ეს. როგორ ან ნახე რომ ამატებ. შენ რომ ამ ადამიანების დაშინება რომ 10 მილიონი არაბი თავს დაგეხსება, იმიტომ რომ არ გემუქრება ვაფშე. ეს გემუქრება რამდენიმე 1000 ადამიანი წელიწადში, გაიგე და სიტუაცია შესახარო რამდენიმე 1000 ადამიანი გემატება წელიწადში, რამდენიმე 1000. არა მე არ შეიძლება რიცხვებში. რამდენიმე 1000 ადამიანი გემატება წელიწადში და შენ ხალხს ელაპარაკო 10 მილიონიან შემოსევაზე, უბრალოდ ხალხის დაშინებას ემსახურება, გაიგე? ნახე რა არის პრობლემა არის ის რომ როცა მე ვლაპარაკო რომ ბევრი მიგრანტი როგორც ასეთი, როგორც მოვლენა, რაზეც შენც მითანხმდები, იმიტომ რომ მაგის წინააღმდეგ არგუმენტი არ არსებობს. როცა მე ვლაპარაკო ბევრი მიგრანტი როგორც მოვლენა, პრობლემაა და ამაზე ვცდილობ შევთანხმდეთ, ერთი წამი დავამთავრებ. ამაზე შეთანხმება იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ პრინციპზე ჩვენ თუ თანხდებით, მე უკვე ვარჩევთ, ეს არის შეგვიძლია. ეს არის მე რო დავიწყე ამით. არა, ეგ მნიშვნელოვანია. მე როცა ვცდილობ ამაზე აზრზე შევთანხმდეთ, ამაზე არგუმენტის მოყვანა ჩართვა მსჯელობაში, რომ კი კაცო 10 მიგრანტი შეიძლება პრობლემა იყოს, ეგ სინამდვილეში манипуლაციური განწყობის გადაყვანა იმ მიმართულებაზე, რომ არა კაცო ხა ბევრი რო არის, შეიძლება ცოტა საფრთხე იყოს და მაგაზე მასე ნუ დავაყენებთ, გააჩნია პირობებს, ტელეპორტაციას ხო არ გააკეთებენ. ჯერ გავარკვიოთ კაცო, ტელეპორტაციის გარეშე რა ვიცი, მიწიდან ამოსული თუ როგორ, მაგრამ ბევრი მიგრანტი თუ საფრთხეა, ჯერ გავარკვიოთ. ეხლა გავარკვიოთ რამდენი. დრო დავიწყე, გითხარი რომ 50 მილიონი ჩინელი რო აიღო და დასვა, პრობლემაა. რა ვიცი, აღარ ვიარსებებთ, ხო? ანუ მე ხო ამაზე ვაფშე არ გეკამათები. უბრალოდ პრობლემა იმაში რომ 50 მილიონის ტელეპორტაცია არ გემუქრება, არ 100 მილიონი არაბის. 50 მილიონი არ დავაშინო, არ დავაშინო. შეშინებულ ხალხს უჭირს ხოლმე მე აზროვნება, ხალხი არ შევაშინოთ. არა. შენ უნდა გავარჩიოთ. მოდი არა. ეხლა მათქონი მე ხო ეხლა ყურე, ეხლა манипуляცია რაში მდგომარეობს, იცი? შენ მე რატომ გეუბნები როგორ და სად მოვიდა? როცა პრინციპებს საუბრობ, თუ გაქვს რაღაც პრინციპი, მაგალითად პრინციპი ასეთი შეიძლება იყოს, რომ შემოუშავ მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც შენი მოქალაქე ელოდება. შენი მოქალაქე მიიღებს დაასაქმეს, მაგრამ სახლს მისცემს და ამავდროულად. შენ რომ პრინციპი შემოიღო, ეს პრინციპი გამორიცხავს 50 მილიონი ჩინელი გაგიჩნდეს ქვეყანაში. კარგი, მოდი ასე ვთქვა, აი ეგრე შემოუშვათ 5 მილიონი რუსი. პრინციპი არის. ხო და კიდევ გეუბნები, ხო, პრინციპი თუ პრინციპებზე საუბრობ, პრინციპი რაოდენობა ვერ იქნება პრინციპი, გაიგე? რატო ვერ იქნება? აუცილებლად. არა, რაოდენობა, იმიტომ რომ რიცხვია, გაიგე? პრინციპი არის როგორ ეპყრობი ამათ. მაგალითად, 5 მილიონი რუსი რო შემოუშვა, ამისთვის უნდა გჭირდება რომ მინიმუმ შენმა 5 მილიონმა მოქალაქე, რომელიც არ ყავს.
ან რაღაც გავს მორევდება ეს ხალხი დაასაქმოს ამდენი სამუშაო ადგილი გჭირდება ესე იგი შენ ეს გარემო თუ არ გაქვს შეუძლებელი ამ პრინციპის თანახმად რომ მე გავაშკარე 5 მილიონი შემოვიდეს მოდი ეს რომ კონდეს ხო და ესე იგი შენ თუ გაქვს ბევრად მეტი მოსახლეობა 5 მილიონი სამუშაო ადგილი გაქვს რომელიც ვერ შეავსე არა რამდენად დიდარი ხარ რამდენად მაგარი დიდარი ვარ კი რო გქონდეს ხო და ასეთ სპეციფიკურ გარემოებს რო შეავსე მაგალითად შვეიცარიაში 30% მეტი ცოტა მოსახლეობა არის ემიგრანტი რა პრობლემაა ანუ შვეიცარია შენ თუ ამ სპეციფიკურ გარემოში შენ თუ მითხარი რომ სპეციფიკურ გარემოში არ გავიმხილოთ თუ სპეციფიკურ უკიდურეს მაგალითებს საიმიროების ავიცი შვეიცარიის ავსტრალიის თუნდაც არ განვიხილავთ არა რავი მაშინ განვიხილოთ უნდა განვიხილოთ მაშინ არ მithქვი მე არ განვიხილოთ კი ბატონო მე ვამბობ რომ უნდა განვიხილოთ პრინციპის დონეზე არის თუ არა საფრთხე რაოდენობრივად რაღაცას რო ვეღარ უკაჩავ კი ბატონო ხო და რა ვიღაცა ჩამოვიდა იმედენ უკაჩავ ეს სიტყვა რას ნიშნავს მოდი გავარჩიოთ ეტყვი კაცო ვერერები აი რას ნიშნავს ვერერები აი ვერერები აი რას ნიშნავს ეტყვი კონკრეტულად შენ სადარბაზოში რო ცხოვრობდეს და ყველგან მთელ საქართველოში რო ცხოვრობდეს აი მაგალითად 10 რუსი და 1 ხარ შენ ხო ან 10 თურქი და 1 ხარ შენ აი მაგალითად საემიროების მაგალითის გადმოტანა რომ ეგ პრობლემა რატოა საბოლოო ჯამში უბრალოდ იმათია ქვეყანა ხო და მოდი კიდე გავშეთ საბოლოო ჯამში ხო და ეს არის გამოწვევა რომელიც ფიზიკურ მაყურებელმა რო გაიგოს ანუ შენ რო აი ერთ სავამატებ შენ რო მანიპულაცია არ იყოს მოდი გავარჩიოთ შენ ხო იმ სპეციფიკურ მაგალითს მიყვები რომელიც საიმიროებში რომელიც შენ თვითონ როცა ამაზე საუბარი დავიწყებ ხო არა მე რომ მიყვები 10 მილიონი რომ მომყავს ის ჩამოვიყვანოთ დაბალზე ხო და რაოდენობრივად ხო შეგვიძლია განვიხილოთ მაგრამ პრინციპი რომ ვიღაცას ვეღარ ერევი და პრობლემა ამაზე უნდა შევთანხმო ხო და გავიგეთ რომ ერევი უნდა თქვა რა არის ახსნი გაიგე შენ როცა საუბრობდი საიმიროებზე სწორი მაგალითი სწორი ახსნა მოიყვანე რომელიც თქვი რომ აგერ გვერდზე გაქვს იგივე არაბების ქვეყანაა და შენ რო ჩამოიყვანე თქვა რა ვიცი პაკისტანიდან ინდოეთიდან ვიღაც ტიპები რაღაც ოკეანე გადაცურეს იმიტომ ვერაფერს ვერ გაგიბედავენ რომ რამე რო იყოს მეზობლები დაგეხმარებიან მოკავშირეები ყავს ერევი აქ ნიშნავს ფიზიკური მორევას ხო ამას ფიზიკურად ძლიერი კი ბატონო ჯარი ყავს პოლიცია ყავს და იცის რომ ეს ხალხი რო აგიჯანყდეს მაინც ჩაახშობ ხო ამას ამბობ სიკვდილში მეტი ხარ შენ გვერდზე საუბარი როგორც გინდა ოკეი всё ესე იგი ჩვენ თუ ამაზე თანხმდებით რომ შენ უბრალოდ ფიზიკური უშავთხვების საკითხი ცხადია მოყვები რომ შენ თუ ისეთი პოლიტიკა შეიმუშავე რომ ფიზიკური უსაფრთხოების რისკი გაგიჩნდა ამ შემოსევა გაქვს მარტივად რო გითხრა რა თქმა უნდა საფრთხეა აგერ მაგალითად შორს ვარ წახვიდე პოლონეთის და ბელარუსის საზღვარი რო ნახო მაგალითად იგივე იტალიელების და ინგლისელებისგან განსხვავებით ის მართულ ხალხები აქვთ და ხალხს ეს ნიშნულოვანი დასკვნა ეხა მაგ დასკვნიდა რაზე გავედი ხო ეხა ყურეთ სამ დასკვნამდე მიხვალ ისევ და ისევ რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა რა გარემოში შეყავს გაიგე პრინციპი ეს არის იმიტომ რომ საუდის არაბეთს და საიმიროებს ერთი გარემო აქვს რომელიც ეხმარებათ რაღაც რისკები სხვანაირად გადაასხვიონ ჩვენ სხვა გარემო გვაქვს პოლონეთს მესამე გარემო და შემდეგ აი ეს არის არა გავარჩიოთ რა გარემოა ისეთი რომელიც ჩვენ საფრთხეს არ შეგვიქმნის მე მიხვდებით რამდენი ადამიანის მიღება შეგვიძლია უსაფრთხოდ ამ პრინციპის თანახმად და რა პრობლემა შეგვიქმნის აი ხა ნახე რატოა მნიშვნელოვანი რა დასკვნაც ამ ლოგიკიდან გამოდის ყველა ვერსია რომელსაც განვიხილავთ ყველა ვერსიაში გარემოებების განსხვავებები აუცილებელ ფაქტორად გულისხმობს, რომ ვინც შემოდის, იმას შენი ძალა ყოფნიდეს. აუცილებელ გარემოებები. ანუ მათ შორის აჯანყება არ მოგიწყოს, რევოლუცია არ მოგიწყოს, გავიგე, ოკეი. ეგ არის ყველაზე მთავარი ფაქტორი, შენი ძალა. ხო, ამდენ გიჟი თუ ხარ თუ ეს გააკეთე, რავი, ხო, არა, არ უნდა გააკეთე. ხო, შესაბამისად, კაი, მე. მთავარი, რაზეც რატოა საუბარი მათ შორის რაოდენობაზე და მათ შორის რაოდენობრივი თვალსაზრისით რატოა საუბარი მნიშვნელოვანი რაობაზე ვინ მოდის. ვიღაცა ვინც მოდის მისი რაოდენობა განსაზღვრავს ვერევი თუ არა ერთი. კი ბატონო. ხო და მისი რაობა განსაზღვრავს მისი იდეოლოგიური, კულტურული რაობა განსაზღვრავს იმას ეს კაცი საერთოდ ჩემი და ისეთი და მეზობელი ვით არის და ჩემი ძმაკაცი ვით არის თუ როგორ იღებ ესეც გასაფრთხოს მოგერება თუ არა. შესაბამისად ჩვენ აპრიორი საკითხს უნდა ვაყენო ამას ტყუილად კი არ ვარჩევ რაღაცა იმისთვის. ხო არ ვარჩევ. აპრიორი საკითხს უნდა ვაყენო. მან რამე მაგრამ 10-იც ხო შეიძლება პრობლემა იყოს ტელეპორტაციით ხო არ მოდის და ასეთი საკითხების ჩართვა პრობლემაა.
პრინციპის დონეზე უნდა ვამბობდით, რომ რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჩვენაირი სუსტი ქვეყნისთვის მიგრაციის დიდი ტალღა პრობლემა იქნება. ყველა ქვეყნისთვის მიგრაციის დიდი ტალღა იქნება პრობლემა. უბრალოდ აი მაგალითად ჩინეთი მე სხვა საიტანს ევროპა 500 მილიონიანი თუ 700 მილიონიანი სხვა საიტანს ჩვენ რაღაც 3 მილიონი მივდივართ ისეთ აქედან და აქ ხვები ჩამოვიდნენ ვერ ავიტანთ. ამიტომ ხვები გაცნო თავიდან მიგრაციის დიდ ტალღაზე როცა საზოგადოება ტალღაზე შევთანხმდით. აი დიდ ტალღაზე. არა, ნახე, ახლა ჯერ ნახოთ გვაქვს რა დიდი ტალღა. არა, ეგ მაგაზე გადავიდეთ მაგალითი არ გაგვირჩევია რა 100.000. მაგაზე გადავალ აუცილებლად. მაგაზე გადავალ აუცილებლად. 100.000 დიდია თუ ცუდი ხო შეიძლება აი ჩვენ ყველაზე დიდი ტალღა რაც გქონდა წასულში ის გავარჩიოს. კი, გადავალ მაგაზე. უბრალოდ ნახე ევროპას და ამერიკას ცუდი გაკვეთილი ჩაუტარა რა. მისი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ზერელე დამოკიდებულება საკითხთა რომ მიგრაციის დიდი ტალღა იქნება თუ არა საფრთხე იმათ ასიმილაციას მოუწყობთ ტელეფონიზეზე მგონია მის მაგრამ გავარჩიე მივიდეთ. არა, ეგ განწყობაც ხო იყო ეხლა რომ არა მე მგონია გეტყვით თუნდა მოკლედ მიზეზი იყო ამის ის რომ ზოგადად დასავლეთში ძალიან გავსადა მემარცხენე იდეოლოგია მათ შორის ამბობდნენ რომ ეთქვე საფრანგეთში რომ ჩვენ კოლონიები დავჩაგრე და ეს ხალხი უნდა გადმოვიყვანოთ და კომპენსაცია უხადოთ და თელი რაღაც უამრავი ბოდვა არსებობდა წარმოდგენები რომ იმ ხალხის ასიმილაციაც მოხდებოდა ის ხალხი არ მოიქცეოდა ცუდად ის ხალხი იქნებოდა მეგობრული როგორც ამერიკაში რომ პოლიცია ავჭირდება და ხალხი უბრალოდ წარმოდგენა არსებობდა რომ მიგრანტების დიდი ტალღა არ იქნებოდა მტრულად სოციალიზმის მოწამული ხალხინებია რის გამოც არ უნდა იყოს ლოგიკა ის იყო მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს გადავალთ მაგაზე რა ანუ მემარცხენე იდეოლოგიამ ხალხს ტვინი მოუწამლა მაგაზე გადავიდეთ მაგას კი არა ხო და ეს პრობლემაა კაცო მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ რუსეთს 100.000 კაცო არა თუ როგორ აქვს კაი სადაც კიდე ამიტომ ზერელე დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ რომ მიგრაციის ტალღები ხომ არ გადადის რაღაც ზერელი არ ვარ მნიშვნელოვანი საკითხია არის პრობლემა ამიტომ მაგალითად ჩემი აზრით დამაზიანებელი არის ხოლმე როცა ხალხი რო იძაბება ამ თემაზე და ყურადღებით არის ვიღაცა მაგალითად რო უცხად 7 მილიარდიან ინვესტიციას რა არის 7 მილიარდი კითხოს რო სვავენ ვიზე გაყიდი ვინ იყიდის ამას რა თქმა უნდა სხვებზე რა თქვენ მაგის მყიდველები არ ახართ კი მაგრამ ამ სხვებზე კანონები გვაქვს ისეთი რომ შემოდის $100,000 ბინადრობის უფლებაზე $300,000 უვადოს იღებს მოქალაქეობის ტოლფასი ნუ არის მოქალაქეობის ტოლფასი კაი ეს უფლება არ გაქვს მთავარი უფლება არ ერთადერთი მთავარი უფლების გარდა ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი მაგას 200 ლარად ყიდის მაგრამ ნუ ეხლა ეს შენი მოქალაქეების პრობლემაა და არა იმის ჩამოდის. ანუ ხმის უფლების გარდა ყველაფერია ფაქტიურად. არა ეს თავარი უფლებაა რა თქმა უნდა. კი ბატონო, არა სულ დანარჩენი სულ იქნება. და ამ პირობებში ხალხი რო ერთი წამი არაფერი არ მკითხე. აქ რა ხდება საერთოდ? ამაში ხო ის მოყვები. არა, ამაში კი, მაგრამ ამის რეაქციის გაუფასურება და ამ რეაქცია, ხალხის ამ რეაქციაზე გადაობა, ეგ პრობლემაა, ჩემი გადაოდა. მე ხო მეუნე მე გადაობდი. ეხლა გირჩიც მათ შორის მე ეხლა ზუსტად თქვენი ყველა გადაცემა არ მიყურები ამ თემაზე, მაგრამ რამდენიმე ამონარიდი ჩამიგდეს და ისეთი ამონარიდები არა მე გადავდი გეტყვი რომ აი რაღაცა ზედმეტი შიშები აქვს და სისულელების არა მე მაგალითად მეც ხო ის მეც არ ვეთანხმები რაც ხოცები აქვს მეც შენთან ერთად რომ საჯარო უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანი საკითხია მე საერთოდ მგონია რომ არ აქვს უფლება პრემიერის ასეთ რაღაცის გაკეთება და მიწა ხალხის უნდა იყოს და ხალხმა თვითონ უნდა განკარგოს ეს მიწა როგორ და არა მთავრობა რომ განკარგავს ჩვენ მიწას რომელიც ჩვენი პრობლემა მაქვს არა შეიძლება მაგრამ ხოდე მეც არ ვარ მაგაში კი არა მაქვს პრობლემა მაქვს რომ ამ თემაში მთავარ საფრთხედ მაგასი თავარ პრობლემა მე მგონია რომ მე მივხვდი აგიხსნი ამიტომ რომ მე მგონია რომ ეს პრობლემა გამორიცხავს იმ რისკებს რომელიც შენ გაწუხებს მაგრამ თორე ისე ის რისკები ცალსახად როცა მთავრობა იყო გაწყვეტილი რისკები სული არსებობს და ამაში მოყვები იმიტომ რომ მთავრობა შეიძლება ხვალ ჩამოგისახლოს ვიღაცა და შენ თუ ამ მთავრობას ვერ აკონტროლებ დაგერხა მაგრამ ამიტომაც ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეები აკონტროლებენ მთავრობას თუ არა ეს ქვეყანა ჩვენია თუ არა თუ ჩვენი არის და ჩვენ აქ დროებით ცხოვრობ და ქირავთ ასე ვთქვათ მიწას მთავრობისგან მაშინ რა უფლებით საერთოდ რაღაცას გავიგე მათ შორის ნახე მათ შორის მაგალითად მე გირჩის პოზიცია რატომ იმეჩია ხო და მოდი შეიძლება მოაყურებენ ეს ჩვენ ამ თემაზე არასდროს არ გვიცინია მე გეთანხმები რომ სერიოზული თემაა ზოგადად ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი თემაა უბრალოდ სხვა კუთხით უყურებ ჩვენგან განსხვავებით და შენი პარტიისგან მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი უბრალოდ რაღაცეები მართლა იყო რომ ეხლა მაინდამაინც შეიხებისად უნდა გეშინოდეს და ასე შემდეგ მაგრამ ეს შეიძლება გავარჩიოთ კიდეს მაგრამ ზოგადად ჩემს მართლა თემაში მოყვები მნიშვნელოვანი თემაა და უბრალოდ ჩემი იმდენ პრობლემას
ასე ვთქვათ, აშ იშლებს, რომ პირიქით ამაზე უნდა ილაპარაკო. კი, მათ შორის ახლა სწორი შენიშვნაა, რომ მით უმეტეს თუ მთავრობას ახლა ჩვენთან არა თუ არ ვაკონტროლებთ. მთავრობა საერთოდ რას ჩალიჩობს არავინ არ იცის. მით უმეტეს თუ ამაზე ვთანხმდებით, რომ მთავრობას რო არ აკონტროლებ 7 ივანიშვილს რამდენი ფულიც აქვს, მაგ ხელა თანხით შემოდის ვიღაცა. რომელიც რა ვიცი ივანიშვილი ქართველი მაინც არის. ეხლა ვიღაცა შემოდის, არ ვიცი ის რაც და სასამართლოდან დაწყებული იყიდის ყველა. მოდი მე რაც გეტყვი, შენებას გავიმეორე, ხო მანგაში ზარების რეკლამა უნდა დაიწყოს. ჩემეთ ესის ნათქვამი მაქვს და მეც გეტყვი ამ ნაწილში რაც მოყვები, მაგალითად პრობლემა რა შეიცი? ჩვენ ხალხს არ აქვს განსხვავება ის მათი ქვეყანაა. აი სრული ამ გაგიმ, რომ ხედავს რა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მარტო ხმას კი იმიტომ კი არ ყიდის, რომ მართლა ასე უნდა. იმიტომ რომ რავი, არ გზნობს რომ ეს ხმა გადამწყვეტია და მნიშვნელოვანია და ბარემ 200-ს მაინც აიღებს. ხდები, ან კარტოფილს აიღებს, ან რაღაცას აიღებს. ხო და ეს რო პირიქით იყოს, რომ გზნობდეს, რომ ეს მისი ქვეყანაა. ის ხანერად მოიქცეოდა. ხო და ეხლა წამოიგინე, ის ადამიანი რაღაც სოფელში ცხოვრობს და ნუ აი ყავს ბიძინა. ნუ შეიძლება ბიძინა თვაც ცუდი არის, შეიძლება უარესის უნახავს, შეიძლება საფრანგეთში ბევრად უარესი დიქტატორები არსებობს, გაიგე? და ეხლა დაინახა რომ ბიძინამ ასე მოწიწებით ელაპარაკება ვიღაც შეიხს და იფიქრა რომ აი ხა ბიძინაც ცუდია კარგია ქართველი მაინც არის კაცო მესმის მაინც როგორ ლაპარაკო რას ლაპარაკოს და რაღაცები მისი მესმის და ეს არაბი შეიხი ვაფშე ვინ არის ეს რომ დამაჯდეს ეხლა თავზე და რა ვიცი ჩემი დიქტატორი თუ ამას მოწიწებით ელაპარაკება ხო შეიძლება თავზე დამაჯდეს ხო ლოგიკური კითხვა ხო და ბაზარი არის მოყვები და სწორი შიშია მართლა გამართლებულია იმიტომ რომ უბრალოდ აქ პრობლემა იმ შეიხში არის აქ იმ პრობლემა რომ ჩვენ ვიღაც პატრონი ყავს რომელიც ამ ქვეყანას თავის საკუთრებად უყურებს და ჩვენ არ გვაქვს რესურსი ამას წინამდე გავუწიოთ თორემ ეს რო ასე არ იყოს. ხო, მაგრამ ეგრეა. ჩვენ ეთერში სამინი რო ვიყავით, ის და მიწა ხალხის არის და მაშინ ხალხის თუა მაჩვენე კონტრაქტი, ჩვენ ხო ხალხი ვარ და ხო ჩვენ გვიყიდია ეს წილი კომპანიაში. ხო და ხო ეგრეა. ხო და ეგრეა და ეს აი ამ პირობებში ხო და ამიტომ რატომ გეუბნებოდი პირობებზე? ამ პირობებში, როცა ეს ქვეყანა პირობად ივანიშვილის არის, ყობახიძის და ვიღაცის მაიკი არა მართლა ნებისმიერ მიგრაციული პრობლემა იყოს, იმიტომ რომ თავზე შეიძლება მოგასვას, თუნდაც უმცირესობა. ხო და ამიტომ ამაში მოყვები და მით უმეტეს არ გაჩვენებს არაფერს. არ გაჩვენებს, კაცო, ეს ფული უარეს შეიძლება არაფერი არ ააშენოს და შეიძლება ეს კომპანია გაკოდდეს, უამრავი რაღაც ვალდებულებები გაჩნდეს, მიწა ვიღაცამ უაზოდ გამოიყენოს, ჩვენ ვერ გამოვიყენოთ. რა ვიცი, მილიონი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ეს პრობლემის წყარო ჩემთვის არა არაბი ინვესტორია თუ არაბი მიგრანტი, არამედ ჩემი მთავრობა, რომელსაც მე ვერ ვაკონტროლებ, გაიგეთ? ამიტომ მისი ნებისმიერ ნაბიჯი მართლა საფრთხის შემცველია. ხო, მათ შორის ეგეც კარგი, ეს ჩვენმა მაყურებლებმა, ჩვენ უნდა იცოდენ, არა უშუალოდ ჩვენმა მხარდამჭერებმა, მაგრამ მათ შორის ოცნების ამორჩევლებიც გვიყურებენ, რომლებიც არიან ამბობენ ნაწილი კონსერვატიულად განწყობილი. ახლა გირჩის პოზიციაც კი ამ ნაწილში, ვინც არის, აი ვთქვათ, ბევრად ღია ეკონომიკური და მათ შორის საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრე, ვიდრე ჩვენ ვართ, გირჩის პოზიციაც კი შეშფოთებით უყურებს ამ ინვესტიციის საფრთხეებს. მაგრამ თან არც მომწონს იმ გაგებით, რომ საერთოდ სხვანაირად გავაკეთებდი მე რო ხელისუფლებაში ყოფილიყავ. ხო, ანუ ეგ უნდა იცოდენ კონსერვატიულად განწყობილმა ოცნების ამორჩევლებმა, რამდენად სახიფათო პროექტს ახლა აპრავებენ და რამდენად საერთოდ არაფერი რო არ ვიცით. შეიძლება პროექტი კაცო კარგი გამოვიდეს და ყველა ბედნიერი ვიყოთ, მაგრამ ის თუ როგორ კეთდება, ამაში მოყვები რომ ანუ ეს რომ კარგი მით უმეტეს კაი პროექტი ვარ, ვინუშლით რომ გამოვიტანოს საჯარო. ახლა მეორე ნაწილზე გადავიდეთ. გადავიდეთ კითხვაზე აქვს თუ არა მნიშვნელობა მიგრაციის, გნებავთ ინვესტიციის იდეოლოგიურ და კულტურულ რაობას, ანუ ვინ მოდის საფრთხეების განსაზღვრის საკითხი. ეს ნაწილი ჩვენ ახლა ბევრი კოცების მხრიდან გვეუბნება, რომ აი რაღაცა ფაშისტურ განცხადებას ამბობთ, თქვენ რაღაცა არაბეთიდან ჩამოსახლებიან და მაგაზე რატო განსაკუთრებულ საფრთხე და რატო აღიქვათ და ასე შემდეგ. ანუ ამ რაობას მიგრაციის წყაროს აქვს თუ არა მნიშვნელობა? ხო, მოდი აი ეს კაი ამბავია, იმიტომ რომ მართლაც აი დისკუსია ილექება, მათ შორის აი ჩვენ ამ დისკუსიაში რაღაც გვერდზე დგავართ, იმიტომ რომ თქვენ რაღაც აი არაბები როგორც ერთნაირად არაბები და ისნიებად თქვენ რაღაც ფაშისტები ხართ და რაღაცა და ამის იქით არ მიდის. ხა უყურე რა შეასაქმე, აი რუსები რატომ ჭირდებოდა რა? რუსების მაგალითი. რო შეხედო რუსებს, აი რუსებზე რო ვილაპარაკოთ ზოგადად. მათ შორის იქნება ჩვენი მკვლელი ქართველის მოძულე
რა ვიცი, ადამიანი რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ომში იყო და ხოცავდა, ვინც რა ვიცი, ტერიტორიულობას აუჭერს ხარს, რა ბევრი ასეთი, მაგრამ მათ შორის იქნება ადამიანები, პირიქით პატივს გცემს, რომელსაც პუტინი არ მოწონს და პუტინს ებრძვის, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს და რა ვიცი, ქართული ისწავლა და ქართულ კანონებს წეს პატივს ცემს და რა ვიცი, გადასახადებს რაღაცას ხდებიან. სხვადასხვანაირი რუსები იქნებიან, გაიგე? და ამიტომ ერთი ადამიანთა ჯგუფის მივართ. მე არა თუ განსაკუთრებული პატივისცემა არ მაქვს და ვაფშე ციხეში რომ ვიღაცამ ჩასვლას ვაფშე არაფერი პრობლემა არ მექნება და უკრაინაში ვიღაცამ რომ მოკლას საერთოდ გამიხარდება კიდეც მაგრამ მეორე ადამიანს მიმართ პირიქით კაცო პატივისცემა მაქვს და მე არანაირი პრობლემა მაქვს რომ ის ჩვენთან იცხოვროს ხო და აი როგორც მე რუსებს ასე ვუყურებ რა აი მაგალითად როცა ჩამოვიდნენ მასიათას რატომ მივიყვანე რომ როცა ჩამოვიდნენ იქ იყო ბევრი IT სპეციალისტი და რამდენი 100 მილიონი დოლარით გაიზარდა ჩვენი IT მომსახურების ექსპორტი ამერიკაში და შენ ხო არ გიგზნია რომ IT სპეციალისტები რაღაცა პრობლემას გიქნიან რა ის ზიანს სადღაც ბევრი სოფელში ცხოვრობდა და რაღაც ამერიკაში დისტანციურად მუშაობენ იხდიან რაღაც გადასახადს და არიან წნარ მაგრამ ვიღაც რუსები აი ბათუმში იყო გახსოვს რაღაც იყო რომ რაღაცა ჩვენ რაღაც გლანძღავდა ასე ისე საქართველოს რაღაც ამბობდნენ ის ბუნებრივად კონფლიქტს იწვევდა და ვიღაცამ ცემა კიდეს მე ჩხუბი დაიწყო ხო შეიძლება ამ ორ განსხვავებულ ადამიანს ერთად მოვეპყროთ ხო, ჩემი გადმოსახედიდან, მაგრამ მათ შორის ხოდაშორის პარლამენტში ჩვენს ეს კამოპროექტიც ჰქონდა, ასეთი რაღაც ინიციატივა ჰქონდა უბრალოდ რაღაც ვაჟღრებდით, რომ აი წამოვიდნენ რომ თუ ჩამოდის ადამიანი სხვა ქვეყნის მოქალაქე და ცხოვრობს, შენ წესრიგს იცავს. რავი, ოკეი, იცავს. პრობლემა არ მაქვს. მაგრამ თუ რაღაც დაარღვია, შენ უნდა გქონდეს შეიძლება მარტივად ის გააწევა. რაც მე კონცეფციას რაღაც ამდაგვარი მიიღეს, მაგრამ ვერად უფრო რაღაც შევიწროებ ამბავს. იმიტომ რომ თავრობას ვალდებულები შენი მოქალაქეების წინაშე არ აქვს. მას არ აქვს ვალდებულება სხვა ქვეყნის მოქალაქესთან. ამიტომ იმ მოქალაქეს აქვს ვალდებულება ჩამოდეს შენი წესრიგი დაიცვას. ამიტომ ამ არაბების ნაწილშიც დაუნთარიხებოდა. იგივე ამბავია. თუ გავაკეთეთ ვიზებს საუბრობთ, ნით რომ ჩემთვის არაბი შეიხები დუბაიში ცხოვრობს. აი ზუსტად იგივენერი არის როგორც პალესტინელი არაბი. ერთს რა ვიცი, ჰარვარდი ქონდეს დამთავრებული და ფული აქვს და რა ვიცი, უბრალოდ საქართველოს კურორტია და მეორე შეიძლება ტერორისტი იყოს საერთოდ და ვაფშე არ მინდა რომ ახლოს იყოს საქართველოს და არ თუ საქართველოს. აი ნახე, გავიგე შენი პოზიცია, უბრალოდ ჩემი ერთ საკითხის მას დაყენება სახელმწიფოებრივ მასშტაბში მსჯელობაში, ან ჩვენ ხო სახელმწიფოებრივად გვიწევს მსჯელობა მოდიან ვიღაცეები დაუშვათ სადღაციდან და სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. აი რუსებში პოლიტიკა ვაშაძე ითხოვდა რომ არ შემოუშვათ რუსები. ხო, არა, ან ხوارი ტყოდი, შეხვარი ტყოდი. დაუჭერდი ვაშაძეს. ხوار დაუჭერდი. კი, გეტყვი ახლა, ნახე. რუსების შემთხვევაშიც საქართველოში აი 2 მილიონი რუსი რო ცხოვრობდეს. საფრთხე იქნება დიდი. კი ბატონო, მოყვებ. და მათ შორის სრულიად შეუძლებელი იქნება იმის გარჩევა, ვინ კეთილგანწყობილი IT-შნიკია და ვინ არაკეთილგანწყობილი რაღაც ხო, ანუ მათ შორის შეხო ეს დაუში უკვე დაუში, როცა დაუში გასაგებია ვეღარ გაარჩევებს. როგორ დაუში უბრალოდ საკითხი ამაშია. აქამდე როგორ მიიყვანეს ამბავი. ხო, ერთი წამი ნახე, ეს ხო ესეა, ანუ სახელმწიფოებრივ დონეზე ამას ვერ გაარჩევ. და თანხმდებით რომ რა თქმა უნდა ხო ამიტომ შენ არ დაუშვებ 2 მილიონს კაცო. ხო ნახე ხო და მაგას ვამბობ. ხო მე იგივე რაოდენობა ნებისმიერი საფრთხეა და ნებისმიერი პრობლემა არის მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაგრამ არ ვიცი იგივე რაოდენობა ახალ ზელანდიელი ნაკლებ პრობლემა შეიძლება იყოს იქიდან გამომდინარე რომ უბრალოდ ფიზიკურად ვერაფერი აი გეოპოლიტიკურ თვალსაზრისით საფრთხეს ვერ გიქმნის და იგივე რაოდენობა თურქი იმიტომ რომ გვერდზეა რუსი იმიტომ რომ გვერდზეა აქ იმაზე კი არის საუბარი ვინმე ძულს თუ არა ფიზიკური მოქმედება გამოსვლება გაქვს თვითონ რუსებს ვიცავთ რაღაცა დაკოქავენ ტანკებს დაგიბრალენ კი ბატონო რა თქმა უნდა ეხლა აქ რო კი ბატონო მოყვები ამაში რაზე აქ აქედან გამომდინარე ჩვენ იქიდან გამომდინარე სახელმწიფო მასე ვერ გაარჩევს უბრალოდ რომელი კაი აი აქ რომელი არა კაი აიტიშნიკი არა ერთი წამი არა მოიცა კაცო როგორ უნდა გაარჩიო როცა უშვებს სადაც შემოუვარი არის სახელმწიფოს პოლიტიკაზე კითხვა სვავს თქვა ამორჩეველი და ამორჩეველი კი არის თავრობას უდგას კითხვა ხო რიგ შემთხვევაში არ ვიცი აი გერმანიის თავრობას უდგას მოდის 5 მილიონი სირიელი, ხო? 5 მილიონ სირიელზე იგივე ლოგიკა, რაც შენ ჩამოაყალიბე, რომ ზოგი კაი ბიჭია და IT-შნიკი მოვა და ზოგი რაღაცა ცუდი ადამიანია და თავს მოაჭრეს. ვიღაც ეგ ლოგიკა და ერთნაირად არ უნდა მოვყრათ, ეგ ლოგიკა იმაზე ცელდება, უბრალოდ
მაგ შემთხვევაში პოლიტიკის განსაზღვრის შემთხვევაში გერმანიისთვის გასაგები იქნება რომ აქ ჩვენ ვერ გავარჩევთ ვერც საზღვარზე რატომ ვერ გავარჩევთ და 5 მილიონმა გამოთქვა 5 მილიონი კაცო ევროპაში თუ მიდის ევროპა დიდია და რესურსი მეტი აქვს ჩვენ ქვეყანაზე ვილაპარაკოთ აი მაგალითი მომყავს მოდიოდა 100,000 კაცი რა ვიცი ჩვენ რას ვარკვევთ რაღაცა ქვეყნის რაღაცა იდეოლოგიის რაღაცა გეოპოლიტიკური კონტექსტის რაობა რომელიც გულისხმობს მეტ საფრთხეს ხო იგულისხმება რომ აქედან ინვესტიციაც და მიგრაციაც შეიძლება მეტი საფრთხე იყოს და ამიტომ ამის მიმართ უფრო ჩამკეტავი პოლიტიკა იყოს აქ ერთმანეთს არაურიოთ ვაჭრობა საერთოდ საფრთხე ვერ იქნება ვერასდროს როებით გადავდოთ გვერდზე როებით გადავდებ ამიტომ ჩვენ რუსეთთანაც ვაჭრობა გვინდა რომ იყოს რა ვიცი თურქეთთანაც და იყოს ვაჭრობა ვაჭრობა პრობლემა აქვს გადავდოთ რომ არ და გაგვირთულდეს საუბარი რაღაც მიმართულება რომელიც ობიექტურად საფრთხეს შეიცავს გულისხმობს რომ მთავრობამ უნდა მეტი ყურადღება სიფრთხილე გამოიწვიოს რა დაუშვათ ვიღაცამ ამიტომ ახალ ზელანდიელებმა თუ თქვეს მილიონიან ქალაქს ვაშენებ მე მაგაზე შევშფოთდები ხალხის შეშფოთება ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ნაკლებ მწვავე იქნება ვიდრე მაგალითად იმიტომ რომ არ გაქვს მოლოდინი რომ ხო იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოგერევა ახალ ზელანდიელებთან არ ქონდა ის გამოცდილება დაგიპრობდა ერთ მოგერევა აქ ვერ მოგერევა მილიონი ორგანიზებად ადამიანები თუ ჩამოდის არა ესეთი უხეში მაგალითი მომყავს ხატოვანი იმისა რომ ვიღაცა გერევა იმიტომ რომ გვერდზეა ძლიერია მის მიმართ უფრო მეტი საფრთხე და ამიტომ მას ერიგება სულით არ დავიშვა ხო აქედან გამომდინარე ობიექტური მიზეზები იმისა რომ რაღაც მიმართულების მეტად მოყვები სხვადია გეშინია კი გერმანელისთვის პოლონელი უფრო გასაგები ადამიანი იქნება მიუხედავად რომ არ ევასებათ პოლონელები ვიდრე რა ვიცი ჩრდილოეთ კორეა ხო ჩვენ ქვეყანაში ახლა არის ჩვენ ქვეყანაში ამ მომენტში არის ალბანური ჭეშმარიტება ხო შესაბამისად ხალხი რო შფოთავს უფრო მეტად ხო სწორად შფოთავს ისლამურ კალში ვართ კი ბატონო ჩამოდიან ქვეყნიდან რომლებიც არიან მთელ სოფლიოში დამფინანსებლები ბიოლოგიურად გასაგები ამბავი როცა უცხოს ხედავ შენ რაც რო გასხვებულია რომ გეშინოდეს ეს ნორმალურია შეიძლება მე აღბესო შენი შიში არ არის დასაბუთებული ამ პირიქით რომ ზედმეტად უნდა გენერვეულა მაგრამ ეს პროცესი ირკვევა რა მაგრამ ზოგ გეშინია რაღაც უცხოსი თუნდაც რა ვიცი ვიზუალურად სხვანაირად არსებობს კულტურის ეს ბუნებრივია ამაზე ხო არ გამათოთ ამაში მოგვიყვება უბრალოდ არსებობს არა მხოლოდ უცხო რომელიღაც მეტად იცი რა შეასახმე რა შემეგონი განსხვავება მე ამ ხალხს რა ვიცი ინდოელი იქნება ეს რუსი იქნება თუ გერმანელი იქნება ასე ერთ სრულად არ უხატავ გაიგე ანუ ჩემთვის ესენი განსხვავებული ხალხია ანუ ზოგადად შიგნით რუსისგან განსხვავდება გერმანელი გერმანელისგან განსხვავდება მაინტერესებს როგორ არჩევ საზღვარზე ხო ეხლა უყურე თუ შენ წარმოიდგინე ფილმებში ვახome ზომბი აპოკალიფსი შემოგასხდა 5 მილიონი ადამიანი და გაარჩიო რაფს ვერ გააკეთებ სხვა პრობლემა გვაქვს არ უნდა შემოუშვა შემოსევას აქვს თქვი და გიპრობენ რავი ტანკი დაქოქე რა ვიცი ჰაერში გაიესროლე მაინც და ეხლა 100,000 ხო ჩამოვიდა რუსი ხო 100,000 ხო არ შემოგვასწდა 100,000 ხო რაღაც პროცესით შემოვიდა ეხლა მოდი გეტყვი მე როგორ წამოვიდგენია რომ აი 100,000 როგორ არჩევი იქ ხო როგორ ხდება ეს რა მე თავიდან მეკითხავი რომ აი ჩვენ რომ მართლა მთავრობა თვითონ კი არ წყვეტდეს ვიღაც შემოუშვას 100,000 რუსი იქნება 5 მილიონი ვიღაც იქნება არამედ ჩვენი მოქალაქეები წყვეტდნენ აი მაგალითად არავინ არ შემოუშვას საზღვარზე თუ აქ არავინ არ ელოდება ну შეიძლება რაღაც გამონაკლისი გააკეთო უკიდურესი გუმანიტარული შემთხვევებიც რაცა ხო ის რაღაცა ვიღაც კვდება რაღაც რავი დაემართა ოკეი რაღაც ვერ იმომეჩ ვიღაც ეს ბევრი არ იქნება აი ზოგადად საზღვარზე არ შემოუშვებ თუ აქ არავინ არ ელოდება არ მოიძებნა არც ერთი შენი მოქალაქე ვინც ამ ადამიანზე რამე პასუხს აგებს ან რა ვიცი მინიმუმ საცხოვრებელი დაუთმო რაღაც დროით თუნდაც ტურისტი იყოს ის ხო სასტუმრო ხონდეს არ მოიძებნა არავინ ვინც რამე ტიპის ურთიერთობაში მზად არის შეხვდა არ შემოუშვოთ ჩავკეთე საზღვარი უთხარი ნახონის შენ არავინ არ გელოდება ჩვენთან შენ ხო სახლში არ შემოუშვებ ადამიანს რომელიც არავინ შენი ოჯახწევრი არავინ არ ელოდება რავი ჩვენი სახლია ამიტომ ჩვენ სახლში კარები გვაქვს უშევთ იმას ვის ვინმე მაინც ელოდება ერთი თუ ელოდება ბაზარი არ შემოდი მე იმ ერთთან მერქნება რა პრობლემა რამე რომ მოხდეს ვინ შემოუშვა თუ ტერორისტი შემოუშვა თუ ასეთი კვლელი შემოუშვა და რაღაც ჩემ მოქალაქესთან მე გავარჩევ ამბავს ეს ერთი ნაწილი და მეორე თუ ასე შეხედავ ამ სიტუაციას უბრალოდ არსაიდან არ მოიძებნება 5 მილიონი ადამიანის შემოსვლის შესაძლებლობა იმიტომ რომ უბრალოდ არავინ არ დაუძახებს იმ ხალხს მაგრამ როცა ეს ხალხი შემოხო შეიძლება ჩვენი მოქალაქეები შესწნენ მაგალითად რა ვიცი ვიღაცამ გააქირავა ბინა და შემოუშვა თქვა რუსი მიგრანტები და ამ რუსებმა
რა ვიცი, ფული არ გადაუხადეს, ჩხუბი დაიწყეს, რაღაცები გააკეთეს, ან რა ვიცი, ინდუსებმა, რა ვიცი, ისეთ საჭმელი გააკეთეს, რომ ხალხს არის სუნი არ მოწოს ვიღაცა ამბობს. რაღაცები აი კრიმინალი, ნებისმიერი რაღაცი დააშავეს, ისე რომ ვიასახელო რომ აღარ მინდა ამ ხალხის. ხო და თუ აღარავინ არ მოიძებნა, ამ ხალხმა უნდა დატოვოს ჩვენი ქვეყანა. არავინ ვალდებულება ჩვენ თანარობას არ აქვს რომ აჭამოს ამ ხალხს. თუ მათ არც სოციალური დახმარება ეკუთვნით, არც პენსია, არც ხმის უფლება აქვთ და რავი, რაღაცას დადის დააშავებს, ვიღაცას კონფლიქტი შევა, აგერ ნახვამდის თვითმფრინავი საზღვარი და გაუშვი. აი, ეხლა ეს ამ სიტუაციაში თუ ასე წესრიგი აქვს მოწყობილი, იქ უბრალოდ აი ეს დიდი ისა შემოსევა არ გემუქრება. ერთი გამონაკლისია, რომელიც აი პოლონეთი ვახსენე, იქ ასე მოუწყეს, ლუკაშენკო მოუწყო ასე პოლონელებს რა და ჩამოიყვანა ამ თვითმფრინავი არაბების, აღმოსავლეთ საერთოდ რომელი ქვეყნიდან. და უთხრა რომ აჰაო, წავიდა მიასხდნენ საზღვარს. და აი მავთუთ ხალხები გაწყვიტეს რაღაცა და უბრალოდ ჩვენი რამდენი წყლის ჭავლი მოიყვანეს, ჰაერში გაისროლეს და ეს ხალხი უკან დააბრუნეს. უთხრეს რომ აქ არავინ არ გელოდებათ. ანუ ზოგადად საზღვარი ამას ნიშნავს. კი ბატონო, ნახე აქ შენ რა ვერსიასაც ყვები? ჩემი აზრით ეგ ვერსიაც მაგ ვერსიაში საფრთხები არანაკლები ან კიდევ უფრო დიდი იქნება, მაგრამ ეგ გადავდოთ გვერდზე. იმიტომ რომ ეგ არ არის რეალობა ჩვენთან, ხო? ეგ ეხლა ხო და ამიტომ გეუბნები მე. ეხლა მოდი ასე. შენ როგორც მომიყვანე რაღაც ძალიან საშიში ამბავი, მე მოგიწევ მე როგორც ავაწყავდი მეთქი და მოდი როგორც რაღაც რაც არის, მოდი გავარჩი. ეგრე ხო არ წყდება ეხლა. ხო და ეს პრობლემაა. აქედან გამომდინარე, რა შეუძლია ჩვეულებრივ ხალხს? ჩვეულებრივ ხალხს შეუძლია დიდი არჩევანები არ აქვს. ჩვეულებრივ ხალხს შეუძლია თავრობას მიაწვეს, კი ბატონო. რაღაც მიმართულებებზე, რომლებშიც განსაკუთრებული საფრთხე ობიექტურად იკითხება. აი მაგალითად რაღაცა 200,000 იტალიელი რატომღაც მოდის დასასვენებლად და აქ ამაზე შეიძლება ნაკლები მიაწვეს და 200,000 სირიელი მოდის, ამაზე მეტად მიაწვეს. ეხლა ჩვეულებრივ ადამიანს აქვს მხოლოდ ეს ბერკეტები. ეხლა ინერვიულოს. ხო, ინერვიულოს მიაწვეს და არაპოპულარული გახადოს ეს დააზიანოს თავრობაც. ხო, ამიტომ ეხლა თავრობაც ყვეს. არ უნდა გეკითხება, შენ არ ეკითხება, მე არ მეკითხება. ბატონო, ნახე რა არის თავრობა ამ ნაწილში შენ რა ვერსიასაც ამბობ, აი რანაირი ვერსიის ჩამოყალიბებას. ამ ნაწილში მასეთი არ დამყარდება, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ხანი ან არასდროს. არა, რას ამბობთ, რომ ზოგადად ყოველ შემთხვევაში უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ეგ არ გვემუქრება. ამიტომ ეხლა ჩვენ ვარჩევთ 10-15 წლის განმავლობაში, მაგრამ კაი, ხო, როგორ არ დაერხეს ამ ქვეყანას, ხო? 10-15 წელი. კოცების ხელში როგორ არ დავკარგოთ ქვეყანა. რა თქმა უნდა. ოკეი, მოყვები ამაში. ხო, და აქედან გამომდინარე, ხალხი ანერვიულდა მიმართულებაზე, რომელიც ობიექტურად გულისხმობს, რომ ეს ხალხი ჩვენგან ძალიან განსხვავდება. განსხვავებული ინტერესები აქვს იდეოლოგიურ, რელიგიურ, კულტურულ თვალსაზრისით. ამ ხედვის გაძლიერების мотиваცია იკითხება, მთელ მსოფლიოში აფინანსებენ ამ მიმართულებას და 7 მილიარდით ამათ რო უშვებს, 7 მილიარდით აგერ კოცები ფაქტიურად ფეოდალები. მოდი ეს ამბავი გავარჩიოთ რა. რამდენი მოდი არაბებზე ვინერვიულოთ განსაკუთრებით. ეგ არის თავდაცვის ყველაზე ბუნებრივი და ჯანსაღი რეაქცია საზოგადოებისგან, რაც მოდი ახლა მეტყვი მე ამ ნაწილში რატომ ნაკლებად ნერვიულობდი რა და ის სხვა თავრობის ნაწილი უფრო მაღელავდა. ვინაიდან, ანუ წამოვიდნენ რომ ჯერ კიდევ ვიტყვი რომ მე მგონი ვერ გააკეთებენ ამ პროექტს, რავი, რამდენი ეს ტიპი პროექტი იყო დაანონსებული, მაგრამ მოდი ასე გვადავდოთ კოცური მენეჯმენტის ერთს დავამატებ. ხალხში არსებული კულტურული განწყობები, უცხოელების მიმართ ნიშნულოვანი ფაქტორია მსგავსი, მათ შორის მიგრაციას რო გულისხმობ პროექტების ვერ გამოსვლის. იმიტომ რომ ჩვენთან ხალხი მადლობა ღმერთს ისე ჯერ განწყობილი რომ რეაგირებს, აი რაღაც სადღაც შეიძლება უფრო პასიური იყო, დაუშვათ დასავლეთ ევროპაში და აქ მაგაზე რო რეაგირებს, ახლა ხედავს პოტენციური ჩამომსვლელი, მათ შორის აი ჩინელების პროექტს რო ამბობენ, მას თქვენ ჩინელების პროექტზე ცხოვრობდითო, სინამდვილეში კოცები და ბიზნეს სიტყვებიც არის ამას თვითონაც აცხადებდნენ რაღაც პრობლემაა ხო თვითონ ხმაურობდნენ ასევე და უბრალოდ ხალხის რეაქცია ხო ჩანს არა რაღაც აქ არავინ არ მიიღებს გაშლილი ხელით ამიტომ რაღაცები რო არ გამოდის ხალხის წული მოდი ამ პროექტზე რა უყურე ამ პროექტზე რაც ვიცით ჯერ ხო რაღაც 6 მილიარდი დავხარჯოთ კაი ოკეი და უშუალოდ დაუჯეროთ რასაც ნათქვამი აქვს ხა იმაში მოყვები რომ არ უნდა დაუჯერო კაცს როდის შემდეგ უნდა დაუჯერო კოცს მაგრამ იმ ნაწილში რომ რაც ასე ვთქვათ, შენ გაღიოლებს, რომ დიდი პროექტია და უშუალოდ აი მაქსიმალური თანხა ავიღო. და უშუალოდ რომ ის შედარებით მალე დაიხარჯება. თუმცა იგი სერბეთის მაგალითად რო აიღო,
აი 20 წელი უნდა დაეხარჯათ მეგონი რაღაც გავსის თანხა და ნახევარი არ დაუხარჯათ 10 წელი გავიდა. ანუ ხდები, ანუ მე ამიტომ მგონია რომ შეიძლება ფერ არ გამოვიდეს, მაგრამ დაუშვათ შედარებით სწრაფად იხარჯება ეს 6 მილიარდი რამდენი. იქაც პროტესტები იყო და ხო. ხო, მაგრამ თქვა დავით 5 წელიწადში ხარჯება რაღაცა რა. მოდი ასე შეხედე. რადგან ესენი აშენებენ თუ ეს მართლა მდიდარია $6,000 თუ კვადრატული მეტრი. ეს აი ჩათვალე რომ და იქიდან 60% იქნება არაბების მაგალითად, ხო? თქვენ 60% უცხოელებს გავყიდეთ, 60-ზე არაბების იყოს. ხო, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ 60 არ იქნება, მეტი იქნება უცხოელები. ნუ კაი, მაგრამ რომ საერთოდ არ იქნება ქართულ ბაზარში. უცხოელები შეიძლება გერმანელის იყოს ან რაღაც, მაგრამ კაი, ოკეი იყოს, თუნდა 100% იყოს, კაი, სხვა რაღაცა, თქვა რომ აი $6,000 კვადრატული მეტრი, აი ხო ხდები, შენ ვერ იყიდი, მე ვერ ვიყიდი კი რა, კაი, რამდენად გამდიდრე ისიც ხა ვერ დავთვის სწრაფად, რომ მე ასე ვიყიდო, გაიგე? ხო და მიუხედავად რომ შეიძლება არ ვარ ყველაზე ღარიბი ადამიანი ამ ქვეყანაში. და ამიტომ ეს ისეთი მდიდარი ადამიანები არიან, ვინც აქ ჩამოდის, რომ უბრალოდ ვერ წარმოვიდგენია, რომ ესენი იყვნენ აი ის რაოდენობა, რომ ჩვენ გაღელვებს. ანუ პირობითად რო აღმოჩნდეს, რომ აქ უნდა გაიყიდოს თქვა, რა ვიცი, 20,000 ბინა და იქიდან რა ვიცი 18,000 აღმოჩნდეს არაბების ხელში. ნუ აი იცი რამ ხელაფული შემოდინება იქნება თუ ეს ხალხი ჩამოუვლო დასასვენებლად ერთი თვე მაინც წელიწადში. იმდენი სამოშადვილი გაჩნდება, მანქანები დაჭირდებათ, რა ვიცი, რესტორნები დაჭირდებათ, რა ვიცი, დენს გამოიყენებენ, რა ვიცი, მილიონი რაღაც ჩვენი მოქალაქეები რო იტალიაში დადიან დამლაგებლად სამუშაოდ, რა ვიცი, თბილისში დარჩებიან და გონიაში. მაგრამ მე ვთქვი ამჯერა რომ ჩვენ შანსი გვაქვს 18,000 მდიდარი არაბი ოჯახის აქ შემოყვანის. უბრალოდ ასეთი მდიდარი ქვეყანაც არ ვართ. თუმცა ეხაც კი ცხოვრობს რამდენიმე შეეხი, როგორც ვიცი, თბილისთან შემდგომ უყვართ რა ეს ჩვენ ბუნება და ბუნება ხო, ისა წვიმა რომ მოდის და ჩიტები რომ დაფრინავენ, ნევასებად ხო და ძალიან კაი რაღაც არის. უბრალოდ მე ამჯერად 18,000 ჩამოვა. ეს აი თუ აღმოჩნდა, რომ იქ 100,000 ბინას აშენებენ, შენი წუხილი ბუნებრივი იქნება 100,000 6,000 არ ეღირება კვადრატული მეტრი ბერად ნაკლები ეღირება, თუ ბერად ნაკლები ეღირება, ესე იგი ღარიბები ჩამოდიან და თუ პალესტინელები გადმოასახლო, რავი, იმიტომ რომ იქ ებრაელებმა ისინი დახოცეს, რავი, მე სხვა პრეტენზიები მექნება და მინიმუმ თავრობას მართლა პრეტენზიით წაუდგები, მაგრამ თუ შენ ამბობ, რომ ეს ზვირიანი პროექტია მდიდრებისთვის, იმათ არ ემუქრება ჩვენთან დარჩენა, გაიგე? ისინი ჩამოვიდნენ დასასვენებლად ზაფხულში. თუ ემუქრებათ დარჩენა. ხო და ეხლა მოდი გავარჩიოთ, ანუ მე ის მინდა მეთქვა, რომ ამ კონკრეტულ პროექტზე იმიტომაც ნაკლებად ღელავდი ამ ნაწილში, არაბების ნაწილში, რომ საუბარია მდიდარ ხალხზე. მდიდარი ხალხი აქ არ ჩამოდის, ცუდია რომ ზოგადად არ ჩამოდის, არც მდიდარი შვეიცარიელი ჩამოდის, არც ინდონეზიელი ჩამოდის, იმიტომ რომ ჯერ ისეთი ქვეყანა არ ვართ, რომ მდიდარი ადამიანები მასობრივად აქ ცხოვრობდეს. ხო, მოდი ერთი ხო და მაგრამ ამიტომ პროექტის მასშტაბით, რაც ჩვენ ვიცით, აი ისე არ არის ისეთი რომ შენ 100,000-ობით ადამიანზე საუბრობდე რა. ამიტომ მე ეს ნაკლებად მაღელვებს, ამიტომ თან ვიცი რომ სავარაუდოდ მდიდარი ადამიანი, მდიდარი არაბი სავარაუდოდ კარგად გაათლებული ადამიანია, ინგლისში უნივერსიტეტი დამთავრებული რაღაც, შეიძლება ეხლაც არ იყოს ეს დიდი უპირატესობა, მაგრამ ის არ არის რა, აი რაღაც უდაბნოში არ დარბოდა გვირაბებში და ევრელებს არ კლავდა რა, ეს ადამიანზე არის საუბარი რა. შეიძლება აფინანსებდა. ნუ ამაში შეიძლება კი ბატონო, მაგრამ ის თუ ამ ასეთი რაღაც დაფინანსებას დაიწყებს, ისედაც შეუძლია აქ ჩამოსვლის გარეშე. ხო და ამისთვის სხვა პრობლემები გვაქვს, სპეცსამსახურები გიჭირდება და რაღაც, მაგრამ აი აქ რო ჩამოვიდა და ჩიტებს რო უყურებს და წვიმას რო უყურებს და ბედნიერია, ეს საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენს, თუ საუბარია ამ პროექტზე საუბრობთ. ხო და თუ აი მოდი უბრალოდ მოსახლეობა ვიცოდეს რომ რაც ვიცით ჯერ თუმცა იმაში მოყვები რომ თუ ეს ასეთი კარგი პროექტია რატომ გეშინია ამის გასაჯაროვება რა საერთოდ ცემენტი რაღაც ის საერთოდ ხო და ამაში მოყვები რომ თუ აღმოჩნდა რომ გასაჯაროვდა დავინახეთ რაღაც სხვა ხდება გვატყუებენ მე სათანადო მოვიქცეთ თუ გასაჯაროვდა და გაიყვა ბევრი ბინა ბევრად მეტი აი საუბარი რა თქვა 10,000 ბინაზე არა მე რა ვიცი 100,000 თუ 100,000 ბინაზეა საუბარი იმ შემთხვევაშიც კი პრინციპზე რომ შეთანხმდით ავიდოსო კითხვას იმ შემთხვევაშიც კი თუ მდიდრები არიან ნუ ეს პრობლემა არითმეტიკა არ დაждდება კაცო 100,000 მდიდარი არაბი საიდანაც ჩამოიყვანო თვითონ არიან ამდენი დუბაიში პრინციპზე არა კაცო აქ მე მაგას საერთოდ ვერ ვიგებ საიდან მოვიდა არგუმენტი რომ მაინც და მაინც დუბაიდან უნდა ჩამოვიდეს არა ეხლა მაგალითად ნუ აი ოკეი არა ეხლა მაგალითად თბილისში ბოლო კვლევით ბინების 11%-ს ყიდულობენ ისრაელის მოქალაქეები და რაც ეხლა დადასტურებული ასე კვლევით დონეზე არ არის, მაგრამ რაც აი მუსირებს ქალაქში ინფორმაციას
დიდი ნაწილი მათი არიან არაბები ისრაელიდან. ამიტომ ყველაზე ცივილიზებული არაბები ყოლია. ლოგიკური, ანუ ადამიანები რომელიც ებრაელებთან კონფლიქტშიც კი არ შევიდნენ, თანაცხოვრობენ, ანუ არაბულ სამყაროში ძალიან პატარა ნაწილი. ან შევიდნენ და გავიდნენ ისრაელიდან სხვა ქვეყანაში. აი ხა ისრაელის მოქალაქეს არაბისთვის ზართულია მიღება. არა, ისრაელის არაბების დიდი ნაწილი იქ უნდა დაიბადო. ეგრევე იქ. ხო, იქ უნდა დაიბადო, იქ უნდა იცხოვრო. ძნელი კი არა, უბრალოდ იქ. არა, თუ იქ იბადები, ესე იგი ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრობ. ქალაქეობას გარედან კი ვერ იღები, რაც გარედან ვერ იღებს, ფაქტიურად ვერ იღებს. ხო, და ისრაელში დაბადებული არაბი, რავი, პალესტინელი არაბი ხო არ არის სხვადასხვა. ხო, ერთი არა აქვს ისრაელის მოქალაქეობა პალესტინაში როცა. არა, ეთნიკური ჯგუფი ერთია, უბრალოდ ნაცი. ხო და აი ამაში მე მგონი ვერთან ხდებით. მე ყველას არ ვაიგივებ, ანუ ისინი ეთნიკურად არაბები აფრიკაში ცხოვრობენ, მაროკოშიც არაბი ცხოვრობს, იმაშიც საუდის არაბეთშიც, ისრაელშიც და ანუ არაბები დიდი ერია, ძალიან გასხვავდებიან. ენას კი ძალიან გასხვავდება, მიუხედავად არაბულად ლაპარაკობენ. მაროკო ჩვენთან იგივეა რა, ქართულის ხო გასხვავდება სხვა დიალექტი. სხვა რაღაც გასხვავდება, რა თქმა უნდა, უბრალოდ ყველა არიან არაბები და ყველა არიან მუსლიმები. და პოტენციური მუსლიმები ქართველებიც ყავს და საქართველოს მოქალაქეებიც და შენ ხო არ გავს ამის პრობლემა. გასაგებია რა იგულისხმება მათ განსხვავებულ კულტურულ ინტერესში. ამაში მოვკვდი განსხვავებულ რელიგიურ ინტერესში. მაგრამ ეს მაგალითი რომ ისრაელიდან არაბები მოვიყო, მაგიტო არ მომიყვანე. საიდან მოვიდა საერთოდ არგუმენტი რომ ამ ქვეყანაში თქვათ დუბაიდან ჩამოსული კომპანია აშენებს პროექტს და მაინც დუბაიდან დიდარი არაბი რამდენია საიდან იპოვა 100.000 მან შეიძლება იყიდოს დიდარმა ირანელმა, მან შეიძლება იყიდოს დიდარმა ეგვიპტელმა, მან შეიძლება იყიდოს არაბია კაც. ხო, ნუ ისინი არაბები არის. მან შეიძლება იყიდოს დიდარმა სირიელმა, ისიც არაბია. არავის არ უთქვია, რომ მაინც დავაი დუბაიდან ჩამოვა და ყველა იქნება შეიქ. აი რა შეწამგენა, ჩვენ ქვეყანას ეს პრინციპი ხარო დარემუქრება 100.000 იმდენერების ჩამოსვლა ხდები. სამწუხარო ეს პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემას ბევრნი არიან. კი. განურჩევლა და მე ასევე ვერ ვიგებ, საიდან მოდის არგუმენტი, ვიღაცები არიან დიდრები და არ გვეშინოდეს. ანუ ნახე რა როგორ დგას საკითხი, ვიღაცა დიდი პატივისცემის მიუხედავად ბომჟი პაკისტანელი არც ვინმე რატო ჩათვალა უფრო დიდ ძალად და საფრთხეთ ვიდრე ვიღაც დიდარი ეს კაია კითხვა და იმიტომ რომ არა ეს 100-ია უბრალოდ ხო ნაციონალურობის იქეთ რო გავიდეთ ჩვენი ქვეყნის მაგალითი აიღე შენ რო თქვი რომ 200 ლარად იყიდებაო ჩვენი ხმავა ეს ხო ჩვენი სიღარიბის პრობლემაა ღარიბი ადამიანის მანიპულირება უფრო მარტივია მაგალითად ეს პრობლემა ჰქონდა ბაჰრეინს და როცა იქ სუნიტები არიან უმცირესობაში, მართული უმცირესობა და უმრავლესობაში არიან ირანის მხარდამჭერელი შიიტები. და ღარიბი უმრავლესობა და ფაქტობრივად აჯანყება მოუწყვეს რა. ხო და წამოიგინე რომ შენ თუ შემოსევა გაქვს ღარიბი, გაუნათლებელი რაღაც აი ელემენტარული შენთვის ელემენტარული წესების არ ცოდნე ადამიანების და მეორე მხარეს ადამიანებს ჰარვარდი დაამთავრა და ფული აქვს თქვი შენ ელემენტარულად ხო ხვდები რომ თვითონ ის არაბი შეიხი რომელიც რა ვიცი ბედნიერია მდიდარია და შემდეგ თავის ხორებას ძვირად აფასებს რომ შენ ახლა მიტინგებში არ მოიღოს საკონაცილება აი კარგი საკვანძო სიტყვა თქვი ნახე ღარიბი ადამიანის მანიპულირება უფრო ადვილია კი ხოლო მდიდარი ადამიანი მანიპულირების მეტ მექანიზმებს ფლობს. კი ბატონო. ჩვენ შემთხვევაში როცა ვიღაცა მოდის, ძალიან დიდი ფინანსებით, ძალიან დიდი ძალით. ჩვენ შემთხვევაში გვიდგას პირდაპირ ძალიან ძლიერი საფრთხე იმისა, რომ აქ ესენი ამ 7 მილიარდით რო შემოვიდნენ, რაღაცებს ხო არ მიგვი მანიპულირებენ ისე? ოღონდ უყურე ჩვენ შიდა პოლიტიკაში სუდად ჩაერევი. იცი როგორია? აი ასევე სპილოს რო ვერ ხედავდე, ანუ შენ უკვე ეს გააქვს. ანუ შენთვის 7 მილიარდი ინვესტიცია არ არის ბევრი ზოგადად რო იცოდე რა ანუ ბევრია კარგია 7 მილიარდი მაგრამ ჩვენ ახლა წელიწადში 2 მილიარდი დოლარი შემოდის და ეს რო თქვა 5 წლიანი ინვესტიცია იყოს დაგვეტყობა მილიარდით მეტი გამოვა წელიწადში რაღაც და მაგრამ დაგვეტყობა მაგრამ არაფერი პრინციპულად ჩვენ ქვეყანაში ამის გამო არ შეიძლება ანუ მაყურებელმა რო იცოდეს რა წელიწადში 2 მილიარდი თუ მოდის პირდაპირ ინვესტიციები ზოგჯერ ნაკლებია ზოგჯერ მეტი აი ხა და თქვა 5 წლიანი პროექტი თუ იქნება და არა 20 წლიანი როგორც თქვა სერბეთშია თუნდაც 5 წლიანი რო იყოს რავი გამოვა რომ მილიარდ რაღაც წელიწადში დაგემატა ეს არის მაქსიმუმი ანუ ასეთი ვაუ რა ფულიო რავი შეიძლება კოკაკოლას უფრო მეტი ინვესტიცია ქონდეს გაკეთებული მაგრამ ერთი საკუთარი მნიშვნელოვანი საკითხია
მაგ მოდენობის ფული კონცენტრირებული კონკრეტული დავასრულებ ხო არა ხო ჯერ არც ვიცით იმიტომ ეს ფული ხო იხარჯება ეს ხო ვიღაც არ ჩამოვა და ამ ფულით არა ამაში მოვყვე მე ხო გითხარი რომ როცა რაღაც არ იცი და გეუბნებიან რომ ჩვენ აქ უნდა ოაზისი ავაწყოთო და არ გეტყვით როგორო შეიძლება ნებისმიერ ეჭვი შეიტანო ამაში მოვყვები კაცო რა ვიცი ხა ხოცებს ჩემანტერმაინდო სიტყვაზე მაგრამ ჩვენ თუ ვამბობთ რომ უბრალოდ ზოგადად თუ აქ ამათამ ეს ფული დახარჯეს ისა ზურგჩათით კი არ შემოიტანეს 7 მილიარდი რომ აქ ვიღაც მოისყიდონ შენებელს გადაუხადეს სატრანსპორტო კომპანიას გადაუხადეს ბიუჯეტში გადაიხადეს დამლაგებელს გადაუხადეს ეს ფული დახარჯეს ანუ ჩვენო მოქალაქეებმა მიიღეს ჩვენო კომპანიებმა მიიღეს ბიუჯეტმა მიიღო და შემდეგ ამიტომ ეს ფული ჩვენზე განანაწილდება ამიტომ ვიგზნოთ ეს ეკონომიკა ამიტომ გვინდა ხოლმე ინვესტიციების მოზიდვა რა მაგრამ მოდი რა რომც ასე არ იყოს აი რომც ვიღაც ჩამოვიდეს ვიღაც არაბი ჩამოვიდეს ზურგჩათში ჩამოიტანოს 7 მილიარდი და დაждდეს აქ და დაიწყოს რაღაც კეთება. როგორც მაგ ბიზნესმენში ჩამოვიდა რუსეთიდან თავის დროზე და ეხა ხელისუფლებაშია. შენ ამ შემთხვევაში ლეგიტიმური კითხვა შეიძლება დასვა, რომ აი ვიღაცა რომ უბრალოდ ჩამოვიდეს და მე არ ვიცი, ანუ არ არის ეს გამჭვირვალე, ხო შეიძლება რისკი იყოს. კი ბატონო, მაგრამ პრობლემა ის რაშია? შენ ეს უკვე დამდგარი გაქვს. ანუ შენ ქვეყანაში კონკრეტულად ჩამოვიდა ბიზნესმენი რუსეთიდან თავისი ფულით, დაждდა, ჯერ მიშას ეხმარებოდა მიშასთან ერთად რაღაც რეფორმებს ატარებდა. მე მიშასთან კონფლიქტში შევიდა, მიშა გადააგდო. ეხა ქვეყანას მართავს და манипулირებს. კითხვა არ ჩდება. მთელი პოლიტიკური სპექტაკლი ხო? მთელი პოლიტიკური სპექტაკლი დაგიდგა. ამორჩევლის მოსყიდვა, დაშინება, მარიონეტები ოპოზიციაში და შემდეგ. მაგრამ უყურე, შენ თუ ეს პრობლემა ვერ მოაგვარე, ანუ თავარი პრობლემა ეხა ამორჩევლს რა ის კი უნდა კონდეს რომ ანუ ვიღაც შეიხი ჩამოვაო და რაღაც გვიზამს. თქვენ უკვე გაგიკეთეს ეს. ხვდები? ბიზნესში უკვე გაგვიკეთებ ბიზნესის ხელშია შეიხი შემოუშვას თუ არა მარტო ის წვეთს და შენ კიდე ნერვიულობ შეიხზე და მოდი მე ვამბობ რომ მოდი ვინერვიულოთ არსებულ წესრიგზე რომ მეტი ბიზნესმენი იქნება თუ ვინც არც ვერც ის მართავდეს ვერც არაბი შეიხი ვერც შოთა ვერც სანდრო ხვდები ანუ ეს წესრიგია პრობლემა თუ ჩვენ მივახციეთ და ჩვენ მოქალაქემა რო გაიგოს, შენ მაპრობლემა რო გაიგოს, რომ შეიძლება შენ ვიღაც მოგწონს, არ მოგწონს, გადასახადები მეტი გინდა, ნაკლები გინდა. მაგრამ სანამ ჩვენ არ შევწევთ ამ წესრიგს, სადაც ერთი ადამიანი წყვეს ყველაფერი მოსულა, ყველანაირი რისკი ნებადართულია, ყველანაირი ეჭვი შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება გეშინოდეს, რომ ბიზნესმენი თავს მოგვახსოვს ვიღაც არაფ შეიხებს. შეიძლება გეშინოდეს, იმიტომ რომ შენ რა იცი ბიზნესმენი რას გადაწყვეტს. და შეიძლება ეგ მოხდეს. შეიძლება იმიტომ რომ მარტო ერთ კაცზე ხარ და გამოსავალი აქეთ არა არაბებზე წუხილია მე იცი და როგორ თქვა იმას საუბრო კანალიზაცია გვინდა ანუ გვინდა რომ ეს ენერგია და სულიად სამართლიანი აღშფოთება ვერ შემთხვევაში მივმართოთ სწორ მიზანს. პრობლემა ამ შემთხვევაში არა არაბები არიან, არა შეიხები, არა ინვესტიციები და მით უმეტეს ინვესტიციები. არამედ ერთპიროვნული მართლობა, ერთი კაც მართლობა, რომელიც შეიძლება ინვესტიციაც ბროტა გამოიყენოს. ეს ემიგრანტებიც, შეიხებიც და რაც გინდა ის, მაგრამ რომც ესენი არ იყოს, მაინც გმართავს, მაინც манипулირებს და მაინც ყველაფერს კარტებს. ახლა რა გამოვიდა? დიდი ფულით აქ შემოსული ივანიშვილი ფაქტის დონეზე ფაქტი გვაქვს შემდგარი, რომ დიდი ფული ამ მასშტაბის არის შემდგარი რაღაც მართლობის ფაქტიური ფეოდალური ფორმა. ჩვენთან ეს უკვე მოხდა. ხო. ამ დროს შეიძლება თეორიულად არის ვიღაცა მოყავთ, რომელსაც ამაზე მეტი ფული აქვს, რომელიც თან ამასთანავე არის, არ ვიცი, შეიძლება აღმოჩნდეს ალ-ბაღდადიან, არ ვიცი, ის ბინ ლადენი, არ ვიცი, ესე უხეშად, პოტენციურად ვიღაც უცხო, რომელიც ჩვენთან არის არა უბრალოდ ახალი პოტენციური მართველი, არამედ ვიღაცა რომელიც შეუთავსებელია ჩვენს კულტურულ, იდეოლოგიურ, რელიგიურ რაობასთან და რომელმაც როგორც შენი ეგ საჩემო არგუმენტია, ჩვენთან ეს უკვე მოხდა ამ მასშტაბის ფულით და ეხლა კაცმა არ იცის ამ მასშტაბის ფულით რა შეიძლება გააკეთო. ანუ შემდგარი საფრთხის ახალი ვერსიის დემონსტრაცია და ზუსტი რომ ეს ფული არ შემოდის არა კი მაგრამ ამაზე მაგრამ ხო იმედია გაარკვია რომ ინვესტიცია ერთია და ზურგჩათით ფული შემოვიდა როგორც ივანიშვილი ხო 7 მილიარდი ქვეყანაში არ ჩაუდია ხო მაგრამ ამას დაანონსებულია რომ მოაქვთ რა ეხლა ჩვენ რა მოაქვთ რა კაცო ინვესტიციას დებენ გეუბნები შენ მეზობელმა შეიძლება სამსახური შევ ზღოლი გახდეს პირობითად ამშენებელი ერთსამე ანუ დაანონსებულია რომ რაღაც ამ მასშტაბის ფული შემოდინება ხდება თან არაბების
ხო და მაყურებელს იმას უწყობს ამაზე ეს ჩვენთან ხო უკვე მოხდა და ისინი მე რომ შენ ტელეფონი ვიყიდო ის რავი ალბაღდადი მოდის და ეგეც რა მოხდა კაცო ჩვენთან ხო არის უკვე ივანიშვილი ეგ მცლად ადეკვატური რეაქცია არა ჩვენთან ხო არის ივანიშვილი და ეხლა ალბაღდადიც არ შემოგვიყვანონ და მოდი ამას ეს არა ალბაღდადი ეგ არის ყველაზე ჯანსაღი რეაქცია ერთ რაღაც მომაყოლინა რა უყურე ჩვენ ეხა ამ მომენტში ბიზნესის მართლობის პრობლემებში იდეაში არაფერი მსგავსი არ ხდება აი რო ნახო რამდენ მოქალაქეობას აძლევთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს იქიდან რამდენიმე 1000-ია საუბარი წელი რამდენი იქნება პრობლემა ეხა მე გეტყვი რა უბრალოდ როიც მაყურებელმა როიცაც რომ ეხა პრობლემა არ გვაქვს ანუ ამაში ოღონდ მოყვები თავიდან რომ პრობლემა შეიძლება იყოს მაგრამ ეხა რამდენი იქნება პრობლემა ეხა გეტყვი აი მაყურებელმა ხონდა იცოდეს აი რიცხვების დონეზე რამდენიმე 1000 ადამიანს წელიწადში სულ რამდენიმე 1000 ადამიანს წელიწადში ვაძლევთ საქართველოს მოქალაქეობას იქიდან 75% არის საქართველოში დაბადებული ადამიანი, ანუ თქვა რუსეთში წავიდა და უკან დაბრუნდა და თქვა რუსეთის მოქალაქეობა რომ მიიღო, დაუბრუნდეთ. და უდიდეს ნაწილი არის რუსეთიდან ჩამოსული, ანუ ქართველები არიან, ზოგი რუსეთში დაბადებული ქართველი, რომ ნათესავები ყავს ქართველი, ზოგი საქართველოში დაბადებული ქართველი, რომელიც რუსეთში წავიდა და დაკარგა მოქალაქეობა. და რო შეადარო, დაახლოებით რამდენიმე 100-ული ადამიანი გამოდის, არა ასეთი ჯგუფიდან. იქიდანაც რო შეხედო, აი ერთეულებით ბოლოს დავა ადამიანს, რომელიც აი არანაირი კავშირი საქართველოსთან არ აქვს. ერთეულებზეა საუბარი. სპორტსმენები შეიძლება იყოს, რაღაც მოქალაქეობა მივეცით, იმიტომ რომ რაღაც გუნდი შევკარით, რუსები და ასე. ერთეულებზეა საუბარი. ანუ ეხლა ეს პრობლემა უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ აი იგივე რუსები 100,000 ხო ჩამოვიდათ რაღაცა, მაგრამ ვიღაცა ბინადრობის მოწვევა მიიღო, მაგრამ მოქალაქეობის ფაქტობრივად არავის არ აქვს. ეხლა ეს ხალხი ჩამოდის აისაო ფულიო. ეს განვასხვაოთ. ინვესტიცია და ვაჭრობა იგივე არის, რომ ბიზნეს იმაში რომ ჩამოიდეს ფული ჩამოიტან და ამ ფულს თუ ხარჯავ პოლიტიკური ოპონენტების მოსყიდვაზე და რაღაც ეს ერთი ფულია და შენ თუ კორპუსს აშენებ და მშენებელს გადაუხადა ის უკვე ქართლის ფული გახდება. იგი ის ფული რომ დაიხარჯება 6 მილიონი თუ მართლა დაიხარჯა თვითონ ამბობენ. ეს 6 მილიონი ჩვენი ირიბა ჩვენი და ჩემის გახდება. ამიტომ არის ინვესტიციები ზოგადად კარგი, კაი. თავისთავად ინვესტიცია და ვაჭრობას პრობლემა არ მოყვება. პრობლემა მოყვება თუ იქნება დასაქმებული ძირითადად ქართველი და არ მოყვება ნახევარი პაკისტანი, ნახევარი ინდოეთი, ბანგლადეში. ხანდა კაცო შენ თუ დაიპყარი ქვეყანა და 5 მილიონი ადამიანი ჩამოიყვანეს საიდან გავარჩიე რო ეგრე არ მოხდა. არა, ეს ხო გავარჩიეთ, ანუ ჩვეულებრივად შენ თუ უბრალოდ ყველა ჩამოიყვანენ და ქართველები გაყარე ეს ხო მე რას ვერ ვიგებ ინვესტიცია არ გავს ჩვენ კი გავარჩიეთ მაგრამ შენ ხო შეხედავთ რომ ეს არ მოხდება ნორმალ წესებში მაგრამ პრობლემა რაშე მე იმას კი არ გეუბნები რომ კაცო ბიზნეს თავზე შემოგვაჟდა და მოდი იქნება არაბი დავიკიდოთ მე გეუბნები რომ არაბის მიმართ შიში რომელიც შეიძლება სადაც უსაფუძვლოა და უბრალოდ კარგი კორპუსები ააშენონ და ერთი 100 შეიხი ვიაროს და ჩვენ უბრალოდ ფული ვიშოვა და ყველაფერი კარგად დამთავრდეს შეიძლება 100 იყოს შეიძლება ცუდად დამთავრდეს შეიძლება რა ვიცი საერთოდ ვერ გააკეთონ პროექტი ყველანაირი რისკი არსებობს ხოლმე ერთი რაღაცის გამო იმიტომ რომ შენ თავრობა არ ყავს კონტროლის ქვეშ ხო და კონტროლის მექანიზმი ეს კონტროლის სან არ გაქვს ვერაფერს ვერ იზამ კონტროლის მექანიზმი მათ შორის ამ თემაშიც და ზოგადად კონტროლის მექანიზმი არის თავრობას მიწოლა და თავრობის კი ოღონდ სწორ რაღაცა არა სწორ რაღაცა ანუ პრეტენზია საფუძველი სწორია ამაში მოყვები მაგრამ აი რაც გინდა რომ შეცვალო ის არის ნახე რა არის მნიშვნელოვანი როცა შენ იძახი რომ მაგალითად ამ ინვესტიციაზე ლაპარაკობ რომ ეს ინვესტიცია თუ დაიხარჯა თუ ქართველებს მისცეს ფული თუ ისევ ქართველები ბუნებრივად დაждდება კაცო თუ არა დამამთავრებდი თუ ქართველებს მისცეს ფული თუ ისევ ქართველები გაამდიდრეს თვითონ ფული არ დაიტოვეს არა კაცო ერთები დავასრულებ შეიძლება რომ ან თუს რო სვამ ნახე რა შესაქმე ჩვენ არაფერი ბერკეტი არა გვაქვს თუ მასე დაალაგდეს ერთი არა ასე დაალაგდება ბუნებრივად შენ მჭირდება რომ თუ ჩამოვიყვანე 5 მილიონი ბანგლადეშელი და მარტო იმათ მივეცი გადასახადები არ გადავიხადე ანუ შენ თვითონ შენ ხარეს არის კაცო თვითონ ხო ეს რომ ამ შემთხვევაში ია მუშახელის ნაკლებობაა საქართველოში და მოგვიწევს უსხოვეთიდან ჩამოვიყვან ბევრი მუშახელი კვალიფიციური მუშახელი 30000 კვალიფიციური ნიშნავს რომ არაკვალიფიციური კიდე ბევრი იქნება იმის იქ ხო ეს ხო არ იქნება ამასთან ერთად цариელი ქალაქი, ხო, რაღაცა რო აშენდება, იქ ვიღაცა იცხოვრებს, ხო არ გონია რომ ეხლა გახია რომ არა კაცო იყიდიან და წავლენ აქედან, ხო, ეგრე ხო არის цариელი ქალაქი, ხო არა ყიდები. თუ და ამას მათ შეიძლება ყავდეთ ვიღაც მოსამსახურეები, მუშახელიც იმათგან იყოს ჩამოყვანილი. ანუ თუს დონეზე კი არა კაცო, ლაპარაკობენ რომ და მართლა იკითხებ ეხლა ჩვენს ეკონომიკურ მოცემულობაში რომ მუშახელის პრობლემაც იქნება, ეხლა ამ ხელა პროექტის დამატების შემთხვევაში და
რო გავიაროთ ეხლა სამშენებლო კომპანიებში თბილისში რა პროცენტია უცხოელი უკვე ეხლა რა სამუშაოები სტარდება, იმის იქით რა დაჭირდებათ, აქედანვე ჩას. ამიტომ ჩვენ რო ამ პროექტებზე საუბრობთ და თუ რეჟიმში ყვებით ყველაზე უსაფრთხო ვერსიებს არ ყვები ყველაზე უსაფრთხო. ხო გითხარი შეიძლება ცუდად დამთავრდეს მე. ხო შეიძლება კი არა. დიდი ალბათობაა და გაქვს ამ პასუხი. ალბათობა შენ არ იცი, სანამ არ იცი რა ხდება. ხო და რო არ პასუხობს, პასუხს არ გაძლევს. ამაში მოყვები, ხო იცი, შენ თანდასწრებით ვამბობდი. ბაზარი არის, ყველა ვარიანტი პასუხისმგებლობა იქეთ არის. ან მე რაზე მაგ შენი შიშიც კი გამართლებულია. მიწოლის ოღონდ რა გინდა, რო აღმოჩნდეს მისმინე, რო აღმოჩნდეს რომ ყველაფერი კარგად არის, მაინც უნდა მიაწვე, ხვდები? მე იმას გეუბნები რომ აღმოჩნდეს რომ შენ მიაწვე, დადონ კონტრაქტი და აღმოჩნდეს რომ სულ 100 არაბი ჩამოწა 1000 არაბი და არანაირი პრობლემა არ გაქვს. მაინც უნდა მიაწვე, გაიგე? იმიტომ რომ ზოგადად ხელისუფლება? ზოგადად. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პრობლემა ეს კი არის, ეს პროექტი ცუდია თუ კარგი. პრობლემა ის არის რომ თარობას აქვს უფლება ეს ასე მოიქცეს. და ეს გამოსასწორებელი, იმიტომ რომ თქმა უნდა, ხო და უყურე ამას თუ არ გამოასწორებ, იმას ვერ გამოასწორებ, ეგე შენ თუ შენი ვერ თარობა ვერ მოიშორე. არაბების მოშორების ერთი ადგილი გაქვს, ანუ ხვდები, ვერ გეკნება. ამ თემით თუ ჩვენ თავრობას საზოგადოებამ არ დაანახა რომ საზოგადოებასთან ანგარიშვალ თუ ამ თემაშიც ვერ დაანახა საზოგადოება რომ ანგარიშვალდებულება არის აუცილებელი და მაგდენი დაზიანების რეიტინგული თვალსაზრისით დაზიანების უზრუნველყოფა ვერ მოახერხა საზოგადოებამ რასაც უნდა იმას გააკეთებს ამის იქით გეთანხმები და აი ამ რაოდენობაზე რომ მიტინგს აწყობთ აი მიტინგს ხო აწყობთ რაღაც ხო და წამოგიდგენ რომ აი თქვენ რომ მოითხოვოთ ამ კონტრაქტის გასაჯაროება ხო ლეგიტიმური მოთხოვნაა და ამაში მოვყვები რა და გასაჯაროვდა რა დაუშვათ ნუ აი ვილაპარაკეს რაღაც საიდუმლოება დაიკიდეს და გასაჯაროვდა და დაიდო ეს კონტრაქტი და დაინახე რომ არაფერი შენი გამსახედან ისეთი კატასტროფა აღარ ხდება რა აგიშენებენ 10000 ბინას და უბრალოდ ეს გააღმოჩნდა და ნუ ხვდები რომ აი რაც რუსების ნაკადი იყო იმაზე მეტი ნახდა დაგექნება ესე იგი ხვდები რომ შენივე კრიტერიუმებით არაფერი ტრაგიკული არ მოხდა ჩემი აზრით მიუხედავად ამისა მაინც გასაჭედია ხვდები ოღონდ არა პროექტისთვის რომელიც შეიძლება კარგი აღმოჩნდეს არამედ თავრობისთვის რომელსაც ასეთი რაღაც გაკეთება შეუძლია რომელსაც შენ მიწა თავრობის არის შენ ნებართვას არავინ არ გთხოვს უბრალოდ წამოიგინე მაყურებელმა რო იცოდეს ეს მიწა რო შენი ჩემი და შენი მაყურებლების იყოს აი ხო არის კაი დიდი მიწა ხო არის ნაკვეთი რამდენი მილიონი პატული მეტრია შეიძლება უარესი მოხდეს ამ შემთხვევაში მოდი ახლა მოდი მაყურებელს დავანახო ეს რაოდენობაზე მინდა კიდევ ვიმტელოთ მაყურებელს ამას აუხსნე რა აი ჩვენი ყველასი რო იყოს ეს მიწა აი სადაც წანისია თუ გონიოა წანიში უკეთეს ნაკვეთია გონიოში უარის მაგრამ ჩვენი მიწა იყოს რა ვიცი 1 ჰექტარი შენია რაღაც 100 პატული მეტრი ჩემია იქ ვიღაც ჩვენი მაყურებლების მოვიდა ეს არაბი ვიღაც შეიხი და მეუბნება რომ აქ მინდა ქალაქი ავაშენო. ჩვენ ხო მაგრა გავწეწავდით შენ რა თქმა უნდა დავიწყო. და მეორე უბრალოდ წამოიგინე რომ ეს ფული ხო ნახდათ ჩვენი იქნებოდა. ანუ ხო ვეღარ იტყოდი რომ პაკისტანელებთან ვიღაც მისცავ. ხო ვეღარ იტყოდი რომ კობახიძეს ფული რომ მისცა მე რა ხეირიო. ხო და ჩვენ ყველა მივიღებდით ფულს გარანტირებულად და თუ მაგალითად შენ დაარწმუნებდი ხალხს რომ ეს არაბები არ ვარ და არ შეიძლება არ გავყიდით ამ მიწას ეხლა ეს ამ საკითხის გარჩევა შორს წაგვიყვანს უბრალოდ მე პრობლემა მაქვს მაგასთან ორი სიტყვა ხო და მე ვამბობ რომ ჩემი განმასახიერებლად თავრობას ეს მიწა რომ ხალხისთვის მიეცა ხალხი ყველა ვარიანტში მოიგებდა ამ სიტუაციისგან მინიმუმ არ დაზარალდებოდა თუ საფრთხეს დაინახავდა და ეხლა მიწა მაგათი არის ჩვენ დროებით ვცხოვრობთ თავრობის მიწაზე ნებართვა გვაქვს ასე ვთქვათ რომ აქ ვიცხოვროთ თავრობა რასაც გინდა იმას აკეთებს და ბუნებრივად მეც არ მომწონს ეს ამბავი. მაგასთან დაკავშირებით უბრალოდ არ მინდა შორს გაგვექცეს ამ საკითხი და მაგრამ მე თქვენ მგონი რომ საკვანძოა სიამდვილე რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი იყოს პირდაპირ გაგება. მაგ შემთხვევაში ჩვენობის გაგებას ეხლა რაღაც ნაკვეთებად არის დანაწილებული ადგილი და იქ რაღაცა 1000 კაც ეკუთვნის რაღაც კონკრეტული ტერიტორია. იმას 3 მილიონი ნახევარს უნდა ეკუთვნოდეს. წელი ჩვენი ქვეყანა. ნახევარს ეკუთვნის, მაგალითად მე შეიძლება მეკუთვნოდეს, არ ვიცი, ბორჯომელი ვარ და ბორჯომში ვიღაცას ეკუთვნოდეს სადღაც, მაგრამ აქ ხო არ მეკუთვნის, მაგალითად. მაგაც ეს ხო განაწილების წესია, მაგრამ ეხლა ქვეყანა რომ მიადგეს რაღაც ნაწილს და არ ვიცი, ბევრმა ხმები გაყიდა და იმას ვერ მოელაპარაკება არაბი რომ ეხლა იმასაც ვერაფერს ვერ თხოვ იმ ხალხს ეს ამას ნუ ყიდი ხალხო ეს ჩვენ ყველა დაზარალდები. იმიტომაც ამ ნაწილს შორსომაც გიხსნით პირველ წყაროა ქვეყანა შენი რო არის ამიტომაც ყიდი ხმას. აბა შენ მიწას ეხებოდეს ეს შენ მიწის პრობლემა იყოს რომელიც შენი საკუთრება სხვანაირად დაიცავ. ყველამ ხო იცის საკუთრებას უკეთესად იცავ. შენ ჯიბეში ხელი რო ჩავყოდე რაღაც ამოგლიჯო იქიდან საფულე ხო სხვა რეაქცია იქნება ვიდრე თარობა რო გადასახადებს რა და შინასწორად ერთ იგივეა უბრალოდ ხალხი იმას ვერ ხვდება ვერ აკონტროლებს და იგუება და მე მაგ თემაზე ცალკე მოვა გადაცემა და ეგ თემა გავაგდე შენ თემას და შენ მასმიძელი ხარ იმიტომ რომ ეგ არის ცალკე გრძელი თემა სულ სხვაგან გადაყვები
რაოდენობაზე გადავიდეთ, აი როგორ უნდა ვაფასებდეთ რაოდენობის საფრთხეს. ამ მომენტისთვის რასაც გვიდასტურებს მთავრობა რაოდენობას მიგრანტების საქართველოში არის დაახლოებით 300,000 მიგრანტი და ახსნი რითი გვიდასტურებს. შარშან ჩაატარეს აღწერა. ამ აღწერის მიხედვით დაადასტურეს, რომ წლის ბოლოსთვის 11 თვით ადრე ჩამოსული ვინც იყო, იმ ხალხის ჯამური რაოდენობა იყო 257,000. შარშან 2024 წელს კიდე ჩამოსულ წასულების ბალანსი ნახოთ 13,000-ით მეტი ჩამოვიდა, ანუ ამას ემატება ეს 270,000 გამოდის ჯამში 250. ნუ იყო 300, კაი, ხო. წელს რაც ჩამოვიდა, პლუს არალეგალები, რომლებზეც თქვეს რომ ვერ ვითვლით და ჯამში გამოდის ეს ციფრი დაახლოებით 300,000. ეს რასაც ესენი აღიარებენ. პარალელურად ჩვენ ვთქვათ საზღვარზე შემოსვლა გასვლის ბალანსი უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, რასაც საქსტატი გვაჩვენებს, ეგეც დავაჯამეთ. ოღონდ ეს უკვე იმასთან შედარება არ შეიძლება. 291,000 იყო ეს, ანუ დაახლოებით იგივე ციფრი ჯდება, უფრო მეტი შემოსვლა გასვლის შემთხვევაში. ანუ შემოსვლა გასვლით დადასტურებულად ჯდებოდა 300, კაი. 300,000. იყო სადაც. 300,000, რასაც ესენი გვეუბნებიან. ობიექტურად მე არ გამოურიცხავ, რომ გვატყუებენ, იმიტომ რომ, რა ვიცი, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ მაგალითად ამ არჩევნებზე 1,100,000 კაცი მივიდა თუ არა საერთოდ. ნუ ასე ხო იმას არ დავემსგავსოთ კი, მაგრამ ოპოზიციონერს ყველაფერზე ეჭვისკენ არ დავაკეთოთ კაც რაღაცა 100 წერტილი იყოს, რა იყოს 300 კაცი. 100 წერტილი კი, მაგრამ მე აი იმას არ ვენდობი, რომ 1,500,000 კაცი 1,500,000. ანუ კაცო მეც არ ვენდობი კაცო არჩევნებს ასე ვენდობი ეს არის. მე ხედავ მთავრობის მოტივაციას ამ საკითხში. შეხო მიგრანტები გაინტერესებს და მე არ ამგონი რომ საქსტატი რამეს აყალბებდეს მათე რო გითხრა. ხო, მაგრამ არ გამორ. კარგი, დავუშვათ. ძალიან სულ ქვეყნებში იშვიათად ხდება ხოლმე ეს. ჩვენ 12 წლის განმავლობაში გასვლა შემოსვლის დინამიკით 300,000 კაცი შემოვიდა ხოელი პლუს ქართველები გავიდნენ და 300,000-ზე მეტი გავიდა. გეთანხმებით საქსტატის მაჩვენებლით. ანუ თითქმის 10% ჩვენი მოსახლეობის ქვეყნიდან გადის და თითქმის 10% უცხოეთიდან ემატება. ეს 10% ნიშნავს რა? 10% ნიშნავს მათ შორის ეკონომიკაში სტატუსს, რომელიც ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა ჩანაცვლებას მარტივად კი არ ექვემდებარება. ანუ რა ვიღაცები მოდიან აქ რაღაცა რგოლებში ჯდებიან და ეხლა მოდი ეხლა ესე ამათ მოვკიდოთ ხელი და გავხსნათ ამაზე დამოუკიდებლად. ხადე კაცო შენ რომ 300,000 შენი მოქალაქეები დააკარგო და იქ 300 დაუმატოს რაღაც მომენტში პრობლემა ყოველთვის დაგიდგება. ხო, ეხლა თუ გასულ 12 წლის განმავლობაში ერთი წელი არ ყოფილა, სადაც გასულების, უცხოელი გასულების რაოდენობა აჭარბებდა შემოსულების რაოდენობას. ანუ წელი არ ყოფილა, თუ შეიძლება. ნუ არა, იყო ეს კოვიდის კოვიდის წელი შეიძლება იყო, აი ახლა გავხსნა. მე მგონი 24-ში მოხდა, პლუსში ვიყავით, მე მგონი 23-ში. 24-ში მოხდა ქართველების შემოსვლა გასვლის სასარგებლო ბალანსი, ანუ 500 კაცით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. ეგ მოხდა, მაგრამ უცხოელების შემოსვლა გასვლის ნაწილში 12 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა წელი იყო იმის უფრო მეტი შემოდის ვიდრე გადის. ანუ ტენდენცია არის სალსახ. ნუ ზოგადად გასაგებია. ამ ტენდენციას რაცვლის შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ 300,000 ჯერ ბევრი არ არის. მაგრამ 12 წელიწადში 10% მოსახლეობის ნიშნავს, რომ რავი, ასევე გრძელდება. 12 წელიწადში თუ აქ 300 დაგავყდა, იქ 300 დაგავყდა, ეს პირად უფრო სერიოზული რიცხვი იქნება და კიდე 12 წელიწადში შეიძლება პრობლემა დაგიდგეს ნამდვილად ძალიან სერიოზული. ეს ტენდენცია არის კაფიო პრობლემა. 600,000 ხო უკვე პრობლემა იქნება. მოდი პრობლემა, კარგი, ამ რიცხვებში ასე შეხედოთ ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ ერთ რაღაც არის მიზეზი ხომ და ვიცით, აი მაგალითად დავიწყოთ, აი რატომ არის მნიშვნელოვანი? არა, მიზეზზე არ გადავიდეთ, ნახე ერთი წამი, აი მაგაზე. არა, ზოგადად მოვყვები ჩვენ რეალობაში, ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში, როგორც მე ვხედავ, როგორც შეიძლება შენ ხედავ, ეს პრობლემაა. ერთ ეტაპს დავამატებ. პრობლემის სიმპტომი უფრო არის, ვიდრე უნდა გავარჩიოთ, კი, მაგრამ ერთ ეტაპს დავამატებ. შენ რომ მეუბნები რომ რაღაცა ქალაქი შენდება, სადაც შეიძლება თქვა 18-20,000 ბინა იყოს, ხო? 20,000 ბინა ნიშნავს 20,000 ოჯახს. ხეშად რო ვთქვა, ხო 20,000 50,000 ადამიანი. ხო 50,000 კაცი, 50,000 კაცი ნიშნავს მათ შორის, მათ რაღაც მუშახელი ჭირდებათ, ვინც არის იგულისხმება მუშახელში ეს. არა, არა 50,000 მდიდარ ადამიანს მე ჩამოგიყვანს რაღაცა. ბინა შენდება. კი, მაგრამ იმათ თუ ქალაქს უშენებ, იქ უნდა აუშენო თუ ამას გულისხმობ, რომ ანუ ვიღაც ხალხი იქნება 50,000 მდიდარ ადამიანის რამდენი ფულია? იცი რა მხოლოდ ფულია ეს? ანუ ვინ ჩამოგიტანს ამ? ნახე
ჩვენ ახლა რაღაცას ვარჩევთ არა ხო და ამიტომ ვერსიას იცი აი მე მგონი ასეთი რაღაცა რა ვიღაც ინვესტორი მოდის მე რეაგირება შემიძლია ინვესტორი არა მე ამაში მოყევი უბრალოდ 50000 რო წამოვიდგე მოსახლეობა რო ისოდეს მაყურებელმა 50000 მდიდარი ადამიანი რო ჩამოვიდეს ეს არის რაღაც აი წამოვიდეს ნახე როგორი რაღაცა თვეში ეს მდიდარი ადამიანია რატო არ მომწონს რატო არ მომწონს აი ესეთი პოზიცია კი მაგრამ ეს არ მოხდება ვიღაც ინვესტორი მოდის რომელსაც ჭკუა ეყო რომ გამდიდრდა კი აი ვიღაც ხო და უბრალოდ არ ვილაპარაკოთ იმას რაც არ ვიცით რა გიჟი ხო არა რაღაცას აკეთებს ხო კი ბატონო შეიძლება თეორიულად არ გამოვიდეს მათ შორის იმის გამო რომ ჩვენ ვიხმაურეთ არ ვიცი მაგრამ ეხლა მე შემიძლია რეაგირება კარგად გამოვიდეს კაცო კარგი პროექტი იყოს სამუშაო ადგილები შეიქმნას პროექტი ისეთი იქნება რომ აშენა და ქართველები შეუშვეს სახლებში და სულ ქართველები გამრავლდნენ და ვინ წასულია არა ქართველების ხო და პრობლემაა ქართველების გამრავლების თუ არის სხვაგან არის იგი არა ის რომ არაბის სახლს აშენებს თუ არ აშენებს კაიგე ამიტომ გეუბნები აი რომ იმას 300,000 გავიდა 300,000 გავარჩიოთ ამ ტენდენციას გავარჩიოთ რატომ გავიდა ეს ხო პირველი ამოსავალებელია კაი უცხოელები სხვა ამბავია ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ახლა პაკისტანის და რუსს და გერმანიის სხვა მიზეზები ექნება მაგრამ აი ქართველები რატომ გავიდა ხო ნაღდად გასაგები მიზეზია კი ეს პრეტენზია ხო თავიდან ბოლომდე მთავრობასთან არის. როცა შენ უიმედობა გაქვს ქვეყანაში, როცა შენ თვითონ გამოდიხარ, რა ვიცი, ამბობ რომ გერმანიაში უნდა წახვიდე ევროპაში იქნება იმუშაო, რა თქმა უნდა, აქ სამუშაო ადგილებიო. როცა შენ აქ რა ვიცი, მთელი 12 წელი ამბობდი რომ მაგარი პრემიერ-მინისტრი გვაქვს, ყველა ერთი მოვალე აღმოჩნდა, მეორე კორუფციონერი აღმოჩნდა რაღაცა და ეხა ხო გასაგებია მაინც რატომ ხალხი გარბის ქვეყნიდან. ანუ ვიღაცამ იგზნო და გაიქცა. ანუ ეს პრეტენზია ხო თავიდან ბოლომდე მთავრობასთან რა თქმა უნდა მაგრამ მე პრობლემა რაში მაგეთ ნახე შენ რასაც პასუხობ მაგრამ ეს რო შევცვალო ის 300,000 გადინება ხო აღარ იქნება კი ერთი რაღაცა მე პრობლემა მაქვს შემდეგ რეაქციასთან ჩვენ რო ვიგებთ 300,000 ქართველი გავიდა და 300,000 უცხოელი შემოვიდა კატასტროფული შედეგია ამ შეგეშინდეს ამერი შეფასება მე რომს არანა შემოსულიყო მე 300,000 გადინება უკვე მაშინებს კაცო კი და მით უმეტეს რომს არანა შემოვიდეს კაცო შეიძლება არავის არ ჭირდება რომ ყოველ წელს თუ აწეზე 300,000 გავიდა ბოლოს დამთავრდება ეს ქვეყანა მე არ მომწონს პოზიცია რომ რა მოხდა ეხლა კარგად არის მიგრაციის კუთხით კარგად არ არის მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობის 10%-ის ოდენობის კაცი გავიდა, იმდენივე შემოვიდა. ეს არის უკვე კატასტროფა. ყოველი 100,000-ის დამატება ამ ციფრს არის კატასტროფა. განსაკუთრებით გადინება. განსაკუთრებით, იმიტომ რომ რატომ იმიტომ რომ იმიტომ შეიძლება ამაზე თუ პასუხს გასცი. აი, გადინებას მოქალაქეობას რო გეუბნებოდი რა. ერთია როცა შენ მოქალაქეები გემატება, უფლებები გემატება და ვიცი, სოციალურ დახმარებას შესვეს ხალხი როგორც პარაზიტებს, ევროპელებს ემართება. ჩვენ ეს არ გვემუქრება. მე ეს მინდოდა ამეხსნა რომ ევროპაში რაც ხდება, იმათ მოქალაქეობას აძლევენ მალევე. ზოგ შემთხვევაში 5 წელიწადში მოქალაქეობა მიიღო, სუბსიდიებს უხდიან და არიან ხალხი რომელიც ჩამოვიდნენ 20 წლის წინ და აი ვიცი 10 ბავშვი გააჩინეს და არც ერთი არც უფროსი არც უმცროსი არ მუშაობს და ზის გერმანელების კისერზე. ეს ვერასდროს ვერ იქნება სწორი. ეს სულ პრობლემას გამოიწვევს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არც სუბსიდიებს უხდით. არც ვინმე განსაკუთრებით ეპატიჟება და მოქალაქეობა საბედნიეროდ არ ვაძლევ. ერთ დავამატე. ეს არ გამოიხსნა, რომ ეს არ შეიძლება შეიცვალოს, ამაზე უნდა ვინერვიულო. მაგრამ ეხლა უბრალოდ არ ხდება მეთქი, გითხარი, თორე ისე ბაზარი არის. თუ თავრობა გამოაცხადეს, რომ ჩვენ გერმანელების არ იყოს, ხა ის ძალიან უჭირდება მივიღოთ, რა ვიცი, პაკისტანელები ან რუსები და აქეთ ფულს გადაგიხდეთ, როგორ ჩამოდითო, ერთად გავიდეთ მიტინგზე. კი ბატონო, აი მან მაინტერესებს ეს შენი პოზიცია მოსაზრება. მაგალითად ახლა შემოდის ვიღაცა 7 მილიარდით, ანუ დიდი გავლენით. შენ რამდენი მოქალაქეობა გაიცა, საიდან იცი? საიდან იცი რამდენი მოქალაქეობა გაიცა? ნუ ისევ სახსტაც უნდა ვენდოთ. ხო, ანუ ჩვენ ვინ არც იტყვიან. მაშინ ისევ და ისევ თუ ანუ ნახე, შენ რამდენი გასცეს, რამე პოლიტიკას კი არ გამოგიცხადები, კაცო. კი არ გეტყვიან, რომ ეხლა მეგობრებო მე უნდა გავცე მოქალაქეობა და დაუშვით. ბიზნესი. არა, კაცო. თუ შეასე, მოდი ას მაშინ არაფერს არ ეთანხმები, თუ არაფერს არ ეთანხმები, თუ აი რაღაც რისკსაც არ ეთანხმებით, მაშინ ხო პრობლემა მით უმეტეს არაბები არ ყოფილა. მაშინ ეს თარობა უნდა გადავაგდოთ, რაც შეიძლება სწრაფად, ხო ასეა. ანუ თუ მე გეტყვი რა. მე ხო პრობლემა შეიძლება თუ არაფერში არ ვენდობი, არც ერთ რიცხვში არ ვენდობი, მაშინ აბა რატომ უნდა ვენდო? არა, ხო და ამას ამბობ. არა, ხო და შენ თუ აქამდე ამას შეიძლება წამოკვიდეთ. კაი, მოდი ყველაფერში უნდობლო გამოუცხადოთ. ქოცები მინდოდა არ იმსახურებენ ნდობას. თავისივე პრემიერები, მოღალატეები და კორუფციონერები ყავდათ, მაგრამ ხო, მოყვები ამაში, მაგრამ აქედან რა გამომდინარეობს? თუ ამაზე ჩვენ შევთანხმდით და მოდი შევთანხმდით. მაშინ ჩვენ პირველადი ამოცანა ხო არის რომ რაღაც შეცვალოთ ხელისუფლებაში, ხო ასეა?
ხო? აი მაგალითად ქართულოსნების ამორჩევლას უთხრათ რომ აი ხალხო გატყუებ მაგას ვეუბნებით ყოველ. ნუ ჩვენ სამით ვართ დაკავებული ზოგადად, ხო? აიტომ ამოცანა ისევ თავრობა იქნება. უბრალოდ რა პრობლემა გაჩნდება, იცი? შენ შეიძლება არაბული ინვესტიცია გამოიყენო როგორც მაგალითი, რომ თავრობა არაკონტროლირებადი ყავს და ღმერთმა იცის რა შაში გაგხვევს. მაგრამ მიზანი იქნება არაბული ინვესტიცია, კი არ უნდა დავშვიდე არაბული ინვესტიცია რომ გააჩერო, კი არ უნდა იზეიმო. არამედ შემოტრიალდე და ბოლომდე მიაწვე თავრობას. მაგას არავინ არ მაგას ვლაპარაკობთ ყოველ დღე. ეგ არის ჩვენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ მე რა არ მისწვის, ცი? რაღაცა გრანდიოზული პროექტი დაგვიანოს ეს. აი, ქალაქი ეგეთი რაღაცა ევროპაში არ მომხდარა. ქალაქი შენ. ქალაქზე პირდაპირ ინვესტორმა თქვა, რომ კი კაცო უცხოელებს მივყიდო და აქ რა პირობებით აშენთ, რო ვეკითხებით, რა თქვენი საქმეა რა? რატო ინტერესდები? ასეთ პასუხს ვცემენ. ამ სიტუაციაში მე ვერ ვიგებ, საიდან დავასკვენით, რომ რაღაც ციფრებს, რომელსაც საქსტატი გვიქვეყნებს, რაიმე სახის ნდობა უნდა ქონდეს. მე არანაირი ნდობა არ მაქვს. საერთოდ არ ვიცი რამდენი მოქალაქეობა გასცეს, მაგრამ თუნდაც ეხლა დღეს მქონდეს მაგის რაღაცა ხარისხის ნდობა დაუშვა 7 მილიარდიანი ინტერესით რო შემოვა აქ არაბი, საქსტატი რას დაწერს, რამდენად რეალური იქნება რეესტრი ვის რას დაუბეჭდავს, წარმოდგენა არ მაქვს. მე ამაზე არ მაქვს კონტროლი კი არ კაცო, მილიარდის ოდენობის თუ რამდენი 650 მილიონი დოლარი და თავრობას ვერ ვაკონტროლებთ. აი ჩვენ რო ვიყოთ შვეიცარია, ხო ყველას ფეხებზე კიდია 7 მილიარდი, მაგრამ ღარიბები ვართ. მაგას თავრობას ვერ ვაკონტროლებთ. საკუთრება არ გვაქვს, ქვეყანას არ ფლობთ. და ეს არის პრობლემა და ამას შეიძლება გაგიმართლეს და ინვესტიცია კარგი აღმოჩნდეს, მაგრამ შეიძლება არ გაგიმართლეს და ცუდი გამოჩნდეს. მე ამ თემაში რა არის მნიშვნელოვანი? პრობლემების წყებაა. რა ვიცი, აი თავრობამ 650 მილიონი დოლარი გადაახურდაო რაღაც ბუტკაში. და ეს გადავახურდაოეთო და არავის არ გეუბნებით ვინ იყო ამას. ვიღაც ერთით დაიწყო. რაღაც მასეც გველაპარაკებ მაგ სიტუაციაში, ხა სერიოზულად დავდგე და ამდენი ის არის, რა ქვია, მოქალაქე 500 გასცეს. ამჯერა, რავი, რა სისულელეა ის ვერ გავუნდები საწყის მდგომარეობას, რომ თავრობაა ჩვენი პრობლემა. თავრობა რო არის ჩვენი პრობლემა, ამ წყებაში პრობლემების ჩამონათვალში მე ყველა მნიშვნელოვან პრობლემაზე უნდა მქონდეს ადეკვატური პოზიცია, პასუხი და მიწოლა უნდა იყოს ადეკვატური ფორმით. მე რო ვლაპარაკობ, რომ ვაწყნარებ ხალხს, მოგეშინიათ ხალხო, სულ რაღაცა 10,000 მოქალაქეობის დაახლოებით გაცემული, არა რუსეთიდან ჩამოსული, რუსეთიდან ბევრი ქართველი ჩამოდიოდა და მაგიტო გამოვყავით ცალკე იმად რა ქვია. 10,000-ია, რაც საქსტატ აქვს, მაგრამ მე რო ხა ვამშვიდო ხალხი, რომ სულ რაღაცა მცირე რაოდენობა გასცეს, ჯერ მე იმ 10,000-ს არ ვეთანხმები თუ რაღაც ქვეყნიდან გასცეს, მიმეჩნევს საერთოდ ჩვენ აქ დაბადებული ქართველების გარდა არ უნდა გაიცემოს მოქალაქეობა, საერთოდ რა თუნა მოქალაქეობა, როცა ქართველი რო იყოს და რა ვიცი. ხო, მაგ შემთხვევაში, აი ისრაელს როგორცა აქ რეპატრიაციის პრინციპი, მაგრამ საქართველოში არ იყოს დაბადებული. ქართველს მინიმუმ რომ უნდა შემოვიდოთ რა შეიძლება. რეპატრიაციის პრინციპი უნდა არსებობდეს ჩვენ ეგრე გვიჯერა როგორც ისრაელში. ხო და ვიღაცა არა, მაგაზე არ გადავიდე. მე ხა ამას ამ კონტექსტში ვაჩვენო ხალხს. არა, მე მაგ კონტექსტში კი არ უნდა ვაჩვენო. მე უნდა უთხრა, ამათ საერთოდ არ ვენდობი. იმიტომ მართლა არ ვენდობი. კი ბატონო. მე არ ვიცი ეს ვიზერას გაყიდიან. გეთანხმები. ამათი პრემიერი ყიდიდა, კაცო, რა ვიცი. ქვეყანა გაყიდა, მათი ლოგიკით. ხო, ერთმა პრემიერმა თურმე Deep State-ის აგენტი დანიშნეს. თან ვიცოდითო Deep State-ის აგენტი რო იყო და დანიშნეთო, მეორე პრემიერი, რა ვიცი მე, თვითონ ამხილეს კორუფციაში, ისიც ვერ გავიგეთ რაში, ამიტომ ამ ნაწილში არის კატასტროფული საფრთხის წინაშე ვდგავართ. 300,000 ქართველი წავიდა, მათი ადგილი დაიკავა 300,000-მა უცხოელმა. ჩამოვიდა მათ. შეიძლება თუმცა ამასაც არ ენდობი, შეიძლება იქაც მოგატყუეს. იქაც მეტი იყოს. შეიძლება ნაკლები. ეხლა როგორი რაღაცაა იცი? აი, ხმა აიღეს ამათ 1,100,000 და დაიწერეს 800,000. ასე არ უყურებ ეხლა. არა, მე ვასამბობ, რომ ანუ არა მგონი არის. ხო და ამ აქამდე ხო ყველაფერში მოვყვები, უბრალოდ აი მე რა არ მომწონს იცი, რაღაცნაირად ზედმეტი კონცენტრაცია გამოდის მასში შენ პოზიციაში, არაბებზე და ამინისტრაციაზე. თორე თუ შენ ამბობ, რომ ეს პრობლემაა, რასაც გამჭვირვალე არის. მეს მოვყვები, რომ რავი, რადგან ასეთი მართლა უპრეცედენტო ამბავია, კითხვები გაქვს, შეიძლება მე არ მქონდეს კაცო, ვინცაც არ უნდა ქონდეს, ვიღაც ხო მოქალაქე კაცო, 1000 კაცი რო შეიკრიბა და კითხვა აქვს, რატომ არ უნდა დადო ეს კონტრაქტი? რა წერია იმ კონტრაქტში, ისეთი რაც საჯარო არ შეიძლება იყოს. დადე ეს კონტრაქტი.
გაასაჯაროებ. თან იმით გამჭვირვალობით დროშით მოძრაობ ბოლო 5 წელია. გამჭვირვალობა ყველას ტვინი გაუბურღე ამ გამჭვირვალობით, კაიგე და შენ არ ხარ გამჭვირვალე? ამაში ყველაფერში მოყვები. პრემიერებზე ხო მოყვები და მოყვები. მაგრამ უყურე ჩემთვის ამოცანაა რომ ბოლოში გასაგები იყოს. მე ამ წესით ვცვლი. რომ ჩვენ შევთანხმდეთ რომ მაგალითად აი მეტი აღარ უნდა იყოს ერთი კაცის მმართველობა ამ ქვეყანაში. კი ბატონო. მე არ უნდა იყოს, ამიტომ რომ აი ხა ზოგ ჩვენ კოლეგას რო დააკვირდე ვიც ოპოზიციაში, ეხა იმათ რომ გაიმარჯვონ, შენგად მოერგებენ იმ ერთ ადგილს, კარგად ჩამოждდებიან, გააგრძელებენ მმართველობას, ხო? შენ გესმის, მე მესმის. ამიტომ მე უნდა ვიცოდე რომ შენ არ გინდა ბიზნეს ადგილი დაიკავო, ერთპიროვნად მართვა. შენ უნდა იყო დაწუნებული, მე არ მინდა და აქედან წავიდეთ რომ მოდი ხალხო ხალხს გავაგებინო და ამოსავალი წერტილი არის ერთი ადამიანის მმართველობა. კი ბატონო. ბიზნესს რო თქვა არ მინდა არაბული ინვესტიციები ხო არ იქნებოდა. დრო ეთქვა რომ პაკისტანური მინდა ხო პაკისტანური გექნებოდა. კი ბატონო, ნახე, მაგრამ მანდ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ნახე. ჩვენ შეიძლება რაღაც თემებზე, ან იმასში ვთანხმდებოდეთ, რომ სისტემა რა ფორმითაც ფუნქციონირებს, ცალსახად შესაძლოა. კი ბატონო. მაგრამ მეთოდებზე შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემა რო დგება, რაც მიგვაჩნია რომ ობიექტური პრობლემა, ამაზე რავი ახლა ამაზე ხალხის ადეკვატური ყურადღების მიქცევა არის აუცილებელი. ამ ნაწილში ახლა რა ინვესტიციის ნაწილი შემოიტანეს, ამ ნაწილში ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ვისი შეთანხმებაც შეიძლება, აი რომელი ჯგუფის შეთანხმებაც ამ თემაზე შეიძლება მათ უნდა ქონეთ ყველას ადეკვატური პოზიცია, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ჩვენი საფრთხე, იმის საფრთხე, ლიბერალი, კონსერვატიული, ეს არის ჩემი აზრით კი არა ობიექტურად, ეს თუ საფრთხეა, მაშინ ყველას დაუდგება, თან შეიძლება ძალიან ცუდი ფორმით. აქედან გამომდინარე, აქ არ არის აქ დაბნევა საზოგადოების იმისა, რომ რაღაცა პრობლემა არ არის, რაღაცა პრობლემის რაღაცა შემცირება და ასე შემდეგ. შეიძლება საფრთხის მატარებელი იყოს. ეს არის თემა, რომელიც გულისხმობს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას. ამიტომ მათ შორის გირჩის პოზიცია საუბარზე, იმიტომა დასაფასებელი, რომ ნიშნულოვანი გირჩსაც ეს პოზიცია ეკავოს და საფრთხეს გამოთქვამდეს და ვინც ამ საფრთხეს ყურადღებას მიაქცევს, ყველას პოზიცია იქნება ამ თემაში დასაფასებელი. უბრალოდ აი ერთი რაც ჩემი აზრით უნდა აღინიშნოს დასასრულს ახლა გაგვიგრძელდა გადაცემა და რაც უნდა აღინიშნოს, მე საერთოდ ვერ ვიგებ აი ეს კონსერვატიზმის იმაზე გადმოვიდნენ კოცები მანტიაზე, ხო? რა კონტექსტში შეიძლება განიხილებოდეს კონსერვატიზმი პარტიის მხრიდან, რომელიც მიგრაციის მიმართ შეშფოთებას ნათლავს ფაშიზმად. ანუ თუ რამე თემა არსებობს დასავლეთში, კონსერვატიული ფლანგის, აი თუ რამე აერთიანებს ბევრ საკითხში განსხვავებული ხედვების კონსერვატორებს, აი გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ამერიკაში, იტალიაში არის რომ აი მიგრაცია საფრთხეა და საიმიგრაციო. კაცო, შორს ვარ წახვიდე, LGBT აქტივისტები იყვნენ ჩათვალებული მთელი ეს პერიოდი. შორს ვარ წახვიდე, მართლა კანონებით წინსწრებით ვიღებდით ევროპის რეკომენდაციებს. ერთ-ერთი პარტია იყო ეს პარლამენტში წინააღმდეგ გქონდა ვაზრით რასაკეთებდა და ანანასუში და ლელო აქებდა კოცებს ყოჩახ რო გენდერული რაღაცები მიიღე. ეხლა ერთი წელია რაც შემოატირეს, თორე რა კანონების მიღებული იყო, ყველაფერი კოცების მიღებულია. და როგორ შეიძლება გენდერ ზონდერები იყვნენ ის კონსერვატორები. რა კრიტერიუმის არ უნდა დაარქვა კონსერვატიზმს როგორც არ უნდა შეაფასო. ამიტომ ეს ეგ უბრალოდ კოცების ამორჩევლის ნაწილი ეგ მაშინ პლენში ვიყავითო და deep state-ის პლენის გამო იძულებულები ვიყავით ეგენი გვეკეთებიდან რომ ქალთა კვოტები და რაღაცა მიგვეყო ეგ სიგიჟეები გენდერული დღის წესრიგი და ეხლა გავთავისუფლდითო და ეხლა რომ განთავისუფლდნენ ღარიბაშვილი დასვეს პრემიერად განთავისუფლების პროცესში. ხო, კორუფციონერი აღმოჩნდა. არ ვიცი რა კონტექსტში კონსერვატიზმი მიგრაციის გამკაცრების პოზიციის წინააღმდეგ ბრძოლობდა პირიქით, აი რასაც ესენი ამბობენ. ხო, ნუ უბრალოდ ბარემო დავაფიქსიროთ, რადგან ბოლოსკენ მივდივართ, რომ მე ზოგადად მიდგომის შეცვლა მინდა, გაიგებ? ის კი არა რომ გავამკაცოთ ან გავამკაცოთ. მე მგონია რომ უბრალოდ ღია კარები არაფერში აწერია, არც ერთი კრიტერიუმი არ გადმოსახედიდან, მაგრამ მე მინდა რომ ამაზე გაწყვეტებას იღებდეს არა მთავრობა, არამედ ჩვენი მოქალაქეები.
ხო და აი ამ ნაწილში გადაგული ნაბიჯისკენ თუ ეს შენი მოქალაქეები ჩათვლიან რომ არ მინდა შემოუშვა არ გინდა ნუ გინდა კაცო შენი სახლი არ უშვებ არ უშვებ თუ გამკაცრებით დათავდება თუ პირიქით გამარტივებით ამასაც მივიღებ რომ შენი მოქალაქეების განება იქნება გაიგე მაგრამ მე არც ერთ შემთხვევაში არ მოწონს რომ თუნდაც სიტუაციურად დაემთხეს ჩემ გემოვნებას და ეს კარგი პროექტი შეიძლება აღმოჩნდეს ვთქვა რომ ვაყოჭა კარგი პროექტი გააკეთეთ რომც დაემთხეს მე არ მოწონს რომ მას ერთი ადამიანი იღებს ან პატარა ადამიანთა ჯგუფი და სულ ფეხებზე კიდია დანარჩენი ქვეყნის ნება და ამ ნაწილში სულიად მოყვები რომ შეიძლება ჩვენ ვერ შეთანხმდეთ რაღაც რისკებზე და რაღაც მაგრამ ის რომ თავრობას უნდა ანგარიშვალდებული იყოს და ხალხო ცოტა გონს მოდით და კონტაქტი მაინც დაგვიდეთ რაც იქნება აღმოჩნდა რომ კარგი პროექტს აკეთებ ხო ამაყი ხარ შეგაქებთ მაგრამ რომ კაი ეს უსნაური მართლობის სისტემა მაგრამ მაგარი პროექტი იპოვეთ ხო შევაქებთ მაგრამ თუ კარ პროექტს მით უმეტეს რატომ მიმალავ და ამიტომ როცა მიმალავ მე მიჩნდება ლეგიტიმური კითხვები ლეგიტიმური შიშები და ნუ რავი ოკეი მე მგონი იმდენად კაი პროექტია რო გვიმალავენ ძალიან არ გაგვიხარებს ზედათად კი იმპათია დაგვემართებს ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ კი ბატონო მადლობა შენ ჩემი აზრით საინტერესო საუბარი გამოვიდა და ჩემი აზრით ეს თემა არის იმდენად მნიშვნელოვანი თემა რომ თუ რამეში შეცდომა არ შეიძლება ამ თემაში და ამ თემას დისკუსია არის მნიშვნელოვანი მათ შორის საპირისპირო პოზიციის ხალხს ხო ხნებათ ოცნებიდან ჩვენი კარი ღია ზად ვართ ამ თემაზე მსჯელობისთვის არა 7 მსჯელობა იქნება ამ საგანზე ხო მიმსჯელოთ და გამოჩნდეს ვისი პოზიცია მართალი თუ მაგდენად დარწმუნებულები ხართ თქვენ სიმართლეში რა ვიცი აგერ ჩვენი კარი ღიაა და არავისთან არ ვერიდებით გნებავთ ამ თემაზე და გნებავთ სხვა თემებზე მაგრამ ეხლა ეს თემა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გელით თუ დარწმუნებულები ხართ თქვენ სიმართლეში მადლობა მადლობა მაყურებელს